მე მინდა ვთხოვო სამდივნოს, თუ ბატონი ვალერი მოგძანდა, რომ შემოვიდეს დარბაზში, მან მოგვაწოდა ფოტომასალა და ვთხოვა, რომ მისი მოსმენის დროს ეს ფოტოები ტრიალებდეს ეკრანზე, რაც ჩვენ შევასრულეთ და ის აგვიხსნის, თუ რა კავშირშია ეს ფოტომასალა მის ჩვენებასთან. ბატონო ვალერი, მოგესალმებით, ვალერი შოშიაშვილი, გთხოვთ დაბრძანდეთ. ბატონო ვალერი, გაფრთხილების პროცედურა მოვწუროთ ჯერ თქვენი ნებართვით, სანამ საუბარ შეუდგებოდეთ. თქვენ წინ გაქვთ დოკუმენტი, რომელსაც მე ვიცი, რომ სამდივნოსთან ერთად გაეცანით, გთხოვთ მოაწეროთ მას ხელი. აქ არის ნათქვამი, რომ განზრახ ცვახსნა განმარტების მოცემა ან და კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით და ამის დასტურად მადლობა, რომ თქვენ ხელს აწერთ ამ დოკუმენტს. ბატონო ვალერი, სანამ თქვენ შემოგძანდებოდით, მე საჯაროდ თქვი, რომ თქვენ მოგვაწოდეთ ის ფოტომასალა, რომელიც ეკრანზე თქვენ ზურგს უკან ტრიალებს, ამას ხედავს საზოგადოება, ხედავთ ჩვენც და თქვენ გსურთ, რომ კომისიას მოახსენოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების თავისუფლების, უფლებისა და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ამისათვის გთხოვთ აიღოთ 10-15 წუთი მაქსიმუმ და თავისუფალი თხრობის რეჟიმში ისაუბროთ, შეეცადეთ, რომ ეს იყოს საზოგადოებისთვის მკაფიო და გასაგები და ასევე ქრონოლოგიურად თანმიმდევრული და შემდეგ ჩვენ დაგისვამთ კითხვებს. გთხოვთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ მაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო იმ მძიმე წარსულზე, რომელიც მე და ჩემს ოჯახს გადავხვდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს. რთულია ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ გახსენება არ სჭირდება არაფერს, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ ცხოვრების წესად გვიქცია ნაციონალურმა მოძრაობამ. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ მე როდესაც აქტიურად ჩავერთე ბიზნესში, ბიზნესი უკვე არსებობდა, მას ბიზნესის სათავეში ედგა ჩემი მშობლები, დედაჩემი და მამაჩემი, რომლებიც ახორციელებდნენ ჭურჭლისა და ელექტროტექნიკის იმპორტს საქართველოში. მომწოდებელი ქვეყანა იყო როგორც დუბაი, აგრეთვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2005 წელს მე დავამთავრე უნივერსიტეტი, რა დროსაც დავასრულე უკვე სწავლა, ამის შემდგომ მე აქტიურად ჩავერთე საოჯახო ბიზნესში. საოჯახო ბიზნესში ჩართვის მომენტიდან უკვე დაიწყო ის, რომ აშკარა გახდა თუ რა შეუძლებელი იყო ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოება, ნამდვილი ბიზნესის წარმოება. როგორც ახალგაზრდა ადამიანს მქონდა დიდი სურვილი იმისი, რომ ბიზნესი ყოფილიყო თანამედროვე პროგრამებს მორგებული, ბიზნესი ყოფილიყო გამჭვირვალე და ბიზნესი ყოფილიყო ისეთი, სადაც თუნდაც ჩვენ ოჯახის წევრებს არ გაგვიჩნდებოდა არანაირი კითხვა თუ როგორ კეთდებოდა იქ ყველაფერი. ამისთვის მე ვიყიდე პროგრამა, კომპიუტერული პროგრამა, აღრიცხვის პროგრამა, რითაც უკვე მთლიანად ყველა ქსელი ჩავრთე ამ პროგრამაში და მქონდა საშუალება იმისი, რომ ოჯახის ყველა წევრს, რომლებიც ბიზნესით ვიყავით დაკავებულები და ბიზნესში ვიყავით ჩართულები, ქონოდა შესაძლებლობა, რომ გვენახა ყველაფერი რა და როგორ იყო. 2006 წელს, როდესაც შემოვიდა იმპორტი, დაახლოებით 14 კონტეინერი იყო შემოსული, საბაჟოზე მოხდა რაღაც გაურკვეველი სიტუაცია იმისი, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, უნდა ქონოდა თითოეულ კონტეინერს. ამ ექსპერტიზის დასკვნაზე არანაირი კითხვა, არაფერი საბუთი არ არსებობდა იმისი, თუ რა დასკვნა უნდა ყოფილიყო და მაშინ გაჩერდა დაახლოებით საბაჟოზე ჯამში იყო 100-150 კონტეინერი. რა თქმა უნდა, იმპორტერებმა ყველამ გავაპროტესტეთ ეს, ვაპროტესტებდით თვითონ საბაჟოს ტერიტორიაზე. ბატონი სოზარი მაშინ უფლებადამცველი იყო და ჩვენს გვერდით იდგა საბაჟოზე და მაგრამ პასუხს ვერავინ ვერ ვიღებდით. სწორედ ამ დროს
მე მივარებენ ფინანსურ პოლიციაში, სადაც უკვე ნათლად მეუნებიან, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ამ თანამშრომლობას უნდა კონდეს შემდეგი სახე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ერთი კონტეინერი ვერ გავა კი არა, ამასთან ერთად იქნება უკვე დაჭერაც და იმ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ჩართულები ვართ ბიზნესში, იქნებოდა განსაკუთრებული ზეწოლა. მნიშვნელოვანი დეტალია, იმიტომ აქედან იწყება ფაქტობრივად ყველაფერი, ხო? ანუ არა მარტო თქვენ, არამედ სხვა იმპორტიორებსაც საბაჟო სამსახური გთხოვდათ დოკუმენტს. არ არსებულ დოკუმენტს. ხო, ანუ ეს რო ითქვას, რომ ეს დოკუმენტი თქვენ ითხოვდით, რომ განემარტათ მათ რა ტიპის დოკუმენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფით არ კონკრეტულს არ გეუბნებოდნენ და უბრალოდ ეს აღმოჩნდა საბაბი, რომ შემდგომი უკვე დაკავშირება ეს მომენტი რო კარგად განმარტოთ რა. ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ შემდგომი და რომელი წელი არის ესეც 2006 წელი. მინდა გიბარათ. კი ბატონო. ეგენი ყველაფერი. კი ბატონო. რომ მივედით ფინანსურ პოლიციაში, მაშველ რგოლად, ანუ პირდაპირ კომუნიკაციაზე გამოვიდა ირაკლი კირკიტაძე. მაშინ იყო ფინანსური პოლიციის ქალაქის უფროსი თუ რაღაც თბილისის უფროსი. და მან თქვა, მასთან მქონდა ჩვენ კომუნიკაცია, მე პირადად კომუნიკაცია და თქვა ესეთი რაღაც. აქედან კონტეინერი ვერ გავა ვერასდროს, ის კი არა საბაჟოზე წითელ ხიძეც ვერ შემოვა კონტეინერი, თუ თითოეულ კონტეინერზე არ იქნება გადახდილი $1500. ეს უნდა იყოს როგორც ხელფასი, ჩვეულებრივ მოწყვდილი ხელფასი, ჩვენ ვიცით რა დროს რამდენი კონტეინერი შემოდის, ამიტომ ეს თანხა უნდა იყოს ყოველთვის ჩვენთან. მოგაკითხავთ ამ თანხაზე და წავიღებთ ყოველთვიურად შემოსული კონტეინერის რაოდენობის მიხედვით $1500 თითოეულ კონტეინერზე. ჯამში ხელზეა ლაპარაკი. ხელზეა ლაპარაკი, დიახ. დოკუმენტის გარეშე, კი. თუ ამაზე შიდა ჩანაწერები არსებობს, ძველი ჩანაწერები, რომელიც უკვე პროკურატურას აქვს გადაცემული. მაგრამ ეს თანხა უნდა მისულიყო მათთან. ჯამში ჩვენ შემოქონდა თვეში 10 კონტეინერი, ანუ სადღაც საშუალოდ $15,000, ვიცით რომ იყო გადასახდელი და მან ისე დააკონკრეტა, რომ ეს თანხა მიდიოდა ბატონ ვანოსთან და ბატონი ვანო იყო საქმის კურსში, მერაბიშვილი, ბატონი ვანო იყო საქმის კურსში, რომ ეს თანხა უნდა მისულიყო მასთან. მეორე დაბარება ეს თქვა კირკიტაძე. ირაკლი კირკიტაძემ, დიახ. მეორე თანხა უკვე იყო ეს, რომ 2007 თუ 8 წელი იყო, ზუსტად არ მახსოვს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდი იყო, რომ მე შემოწირულობის სახით უნდა მიმეცა გარკვეული თანხა ჩემი შეპესედან, გარდა იმისი, რაც წინა თანხა ვთქვი, რომ უნდა გადამერიცხა. მაშინ უკვე უთხარი მე, რომ ფინანსურ პოლიციაში, რომ ეს იქნებოდა ძალიან რთული ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ბიზნესი არ იყო ისეთი ბრუნვის და იმის მატარებელი, რომ ეს თანხა გადახდილიყო, მაგრამ მაშინაც იგი ხაზე იყო ლაპარაკი. $100,000 იყო ეს თანხა. შემოწირულობის პარტიისთვის ნაციონალური მოძრაობისთვის უნდა გადამეხადა $100,000. რატო თქვენ მათი გულანთებული მხარდამჭერი იყავით? არასდროს არ ყოფილვარ მე მათი არც გულანთებული მხარდამჭერი, მაგრამ მე ვიყავი მათი ტყვე. მათი ტყვე. ჩვეულებრივი ტყვე ვიყავი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საშუალება იმისი, რომ რაც მინდოდა ისე გამეკეთებინა და როგორც უნდა კეთდებოდეს ბიზნესი, ისე გამეკეთებინა. ბატონო ვალერი, ეს რას ნიშნავს, რომ $100,000 იძულების წესით უნდა შეგეწირათ პარტიისთვის? იძულების წესით უნდა შემეწირა პარტიისთვის $100,000. მე მაშინვე ყველასთან მქონდა კომუნიკაცია ბატონ ირაკლის კირკიტაძესთან, რომელსაც უთხარი, რომ მართლა ვეღარ გადავიხდიდი ამ თანხას. ხარიცით ბატონ ირაკლი კირკიტაძე, დავით კირკიტაძის ვინ არის? ძმა არის. ძმა არის, კი. ბატონო.
შემდეგ? მე ვერ გავაკეთებდი ამ თანხის გადახდას, მაგრამ მათ მითხრეს, რომ აუცილებლად გადასახდელი იყო ეს თანხა, გამომდინარე იქიდან, რომ მერე უკვე გაბრაზდებოდნენ მათი ზემდგომები და ამ გაბრაზებას ვერავინ ვერაფერს ვეღარ უშველიდა. რა თქმა უნდა, ეს თანხა ჩვენ საბანკო სესხი ავიღეთ. თუ იცი, ეხაც გაბრაზებულები არიან? ეხლა გაბრაზებულები აღარ არიან. გადაბრაზებული. ვეღარ ბრაზდებიან. გულდაწყვეტილები. თქვენ ბატონ ვალერი, სანამ გააგრძელებთ, თუ გახსოვთ ეს მომენტი, აი კონტეინერი ახსენეთ და კარგად მახსოვს ეგ პერიოდი, როგორ ასე ვთქვათ, დიდი სტრატეგიის ნაწილი ჰქონდათ ეს და ეს იყო შერეულ ტვირთებთან დაკავშირებით. ეგ კონტეინერი ახსენეთ თქვენ. ანუ კოდების მიხედვით კი არ ხდებოდა, ანუ საბაჟო კოდების მიხედვით ყველა კონკრეტულ საქონელთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, ეს ტერმინი რო გამოვიყენოთ. ეს იყო შერეულ ტვირთებთან, ანუ კონტეინერი რო შემოდიოდა, ამიტომ მარტივად მოიფიქრეს ეს, ეგრეთ წოდებული კარგო ტვირთებზე არის საუბარი, მარტივად გასაგები რო იყოს და კონტეინერების მიხედვით დაიწყეს ხარკის გადახდა. კი ბატონო. ასეა, ხო? კი ბატონო. მაგას ვისაუბრობ. მაგ სქემაში მონაწილეობდი მეც. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. შემდგომ იყო უკვე კარგად მახსოვს 2010 წელი. 2010 წელი არა, თქვენ ბოდიში გაიტყვით 2010 წელს, მაგრამ იცით გაჩერდით, რომ სესხი ავიღეო, რომ სესხი ავიღე. აი ეს ფრაზა რო დაასრულე. სესხი ავიღე მე და შემოწირულობის სახით გადავრიცხე ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე ჩემი ნების საწინააღმდეგო. აქ უკვე ნებაზე და ეს სესხი ავიღე მაშინ პროკრედიტ ბანკში. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ და ჩემი უფლებების დარღვევის სრული მექანიზმი. ეს რომელი წელია? 2007-დან 8 არ მახსოვს საპარლამენტო არჩევნების პერიოდია. კი ბატონო. თან პარალელურად გრძელდება ამ კონტეინერზე $1500 გადახდა, მოდის ირაკლი კირკიტაძე და მიაქვს 1500 თუ 15000 თქვენ. თითოეულ კონტეინერზე $1500 და ყოველ თვე მოდის ირაკლი კირკიტაძე, ჯამში მიაქვს ხან $18000, ხან $15000 და გააჩნია რამდენი კონტეინერი შემოვიდოდა. იმ პერიოდში, როდესაც უკვე გადავიხადე ეს თანხა 100,000 ლარის შემოწირულობის სახით, ამ პერიოდის შემდგომაც გრძელდება კონტეინერს ეს შეთანხმება თანხის გადახდა 2010 წელს ისევ მიბარებენ და მეუნებიან, რომ აქ უკვე შემოწირულობას აღარ მთხოვენ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე და მეუნებიან საეთერო დრო უნდა უყიდო ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას, გიორგი თარგამაძის პარტიას რუსთავი 2-ზე. ამასაც იგივე დავალება მოდის იქიდან. და ვისგან მოდის ეს დავალება? ირაკლი კირკიტაძე. ირაკლი კირკიტაძე გონდება. ფინანსური პოლიციიდან. მათ ოპოზიციას უყიდოთ საერთოდ ფინანსურიდან მოდის დავალება, რომ რუსთავი 2-ზე უნდა უყიდო საეთერო დრო, რომლის ღირებულებაც არის 50,000 ლარი და ეს თანხა უნდა გადავრიცხო რუსთავი 2-ის ანგარიშზე. მართლა გაუცებული დავრჩი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ სახელმწიფო პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ტყვე და ეხლა ეს ახალი პარტია საიდან გამოჩნდა მეთქი, მამაჩემს პირველი ეგუთხარი, ეს ქრისტიან დემოკრატები რაღაც შუაში არიან მეთქი რა და ხო, მაგის ოპოზიცია არიან მეთქი და მაშინ ირაკლი მიპასუხა ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენში სხვაობა არ არის. ირაკლი კირკიტაძე, თბილისის ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გეუბნებათ, რომ ჩვენსა და ქრისტიან დემოკრატებს შორის განსხვავება არ არის. განსხვავება არ არის, ჩვენ ვართ არც ისინი არიან ქრისტიანები და არც ჩვენ. არც ჩვენ ვართ დემოკრატები. კაი ბატონო. კი ბატონო. უკვე ბიზნეს ძალიან გაუჭირდა მაგ პერიოდში. ის კი არა, რომ კონტეინერებიც ვეღარ შემოდიოდა, საერთოდ ვეღარ შემოდიოდა კონტეინერები, დაიწყო კონტეინერებმა კლება, იმიტომ რომ მუდმივად ეს თანხის გადინება ბიზნესიდან ნიშნავდა იმას, რომ საბრუნავი კაპიტალიდან ვიღებდით თანხას და 2010 წელს ირაკლი კირკიტაძე ითხოვს უკვე ჩემი შეპესის გადაფორმებას ოფიციალურად ითხოვს გადაფორმებას და ამბობს, რომ ის უნდა გახდეს შეპესე ენკა ჰაუსის დირექტორი. თვითონ.
ჩემზე გადმოაფორმეო, გეუბნებათ ოფიციალური პირი. კი ბატონო, მაშინ უკვე თქვენგან ითხოვს თუ მამა თქვენისგან? ჩემგან, მე მამა და დედა ვიყავით. ანუ ჩვენ სხვა პარტნიორი არ ყოლია ბიზნესში, ჩვენ სამნი ვიყავით ბიზნესში, მაგრამ ძირითადი კომუნიკაცია მქონდა მე. სად შეხვდით, როცა ეს გითხრათ? ფინანსურ პოლიციაში. ეს არის უნივერსიტეტის ქუჩაზე. ოფიციალურ შეხვედრაზე იყავით, ოფიციალურ. ოფიციალურ შეხვედრაზე დამიბარა და მითხრა, რომ უნდა გადამეფორმებინა ეს ბიზნესი. მიზეზი იყო ის, რომ კონტეინერები ვეღარ შემოდისო, უკმაყოფილოები არიან, ვისთანაც მიმაქვს თანხაო და ეს იყო ვანო მერაბიშვილი. და ამიტომ ეს უნდა გადავაფორმო მე და მე უკვე უნდა დავიწყო ჩახედვა რა არის ბიზნესში პრობლემა და რატო ვეღარ შემოდის კონტეინერები. ნუ დიდად ბიზნესის ნიჭი და ზოგადად მე ვფიქრობ რომ ეგენი არიან უნიჭო ადამიანები და მხოლოდ ზეწოლა შეუძლიათ, მაგრამ ბიზნესის გადაფორმების შემდეგ 2010 წელს, რომელიც მოხდა ირაკლი კირკიტაძეზე, ბიზნესმა დაიწყო გაცამტვერება. თქვენ დათანხმდით იმ შეხვედრაზე? მე დავთანხმდი, მე არანაირი უფლება არ მქონდა, მე დასაწყისში ვაღვნიშნე, რომ მე ვიყავი ტყვე ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის. ერთ-ერთზე შეხვდით? ერთ-ერთზე შეხვდით და ამ მონაწერში ჩანს, რომ ირაკლი კირკიტაძე არის შპს NK House-ის დირექტორი. დაგემუქრათ თუ როგორ გადააფორმეთ? მუქარა იყო ის, რომ რაც წინა პერიოდში იგივე კონტეინერზე ხარკის გადახდის დროს ხდებოდა, იგივე შემოწირულობის დროს ხდებოდა, ერთი და იგივე სიმეორებდნენ, რომ შეგვექმნებოდა პრობლემები, ისეთი პრობლემები, რომელი პრობლემებიც იქნებოდა შემდგომ უკვე მოუგვარებელი და ამ პრობლემებს ვერაფერს ვეღარ უშველიდა. გადაიფორმა და თვითონ გახდა დირექტორი მაგრაულად? დირექტორი. თუ მხოლოდ დირექტორი? არა, მხოლოდ დირექტორი გახდა ირაკლი კირკიტაძე. თქვენ დარჩით მესაკუთრე ბიზნესი? მე დავრჩი მესაკუთრე ბიზნესის, დიახ. ნუ შემოვიდა მართვაში. შემოვიდა მართვაში, ყველა დოკუმენტთან ჰქონდა დომა, 1500 ლარი ჰქონდა ხელფასი 2010 წელს, რაც გადასახდელი ხელფასი იყო, მაგრამ პარალელურად ის უკვე შემცირებული კონტეინერების რაოდენობაზე გადასახდელი თანხაც უკვე მას მიქონდა ის თანხა. დირექტორად რომ დანიშნეთ, რა თქმა უნდა, ეს რეესტრში გადარდა. რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი გააქვთ? კი, ეს დოკუმენტი პროკურატურისთვისაც მაქვს მიწვდილი და ჩვენც დაგჭირდებათ, მაგრამ და გამოვითხოვთ, მაგრამ უფრო მოკლე გზაა, რომ თქვენ მოგვაწოდოთ. კი ბატონო, კი ბატონო. თქვენ როცა ის დანიშნეთ დირექტორად, გაცამტვერდა მას მერე ბიზნესიო თქვენ ბრძანეთ და არ გითანხმებდათ გადასადგმელ ნაბიჯებს, თქვენ მესაკუთრე იყავით დამფუძნებელი? ჩემთან და ჩვენთან არანაირი შეთანხმება აღარ ყოფილა უკვე, იგივე თანამშრომლების მოყვანასთან დაკავშირებით, ბუღალტრებთან, ბუღალტერი შეცვალა ის ადამიანები, რომლებიც უკვე მართლ რგოლში იყვნენ, მენეჯერები და ასე შემდეგ. და მათთან ჰქონდა მას უკვე პირადი კომუნიკაცია, თუმცა ირაკლი კირკიტაძის დირექტორობა გაგრძელდა დაახლოებით 9 თვე. მეტი არა, დაახლოებით 9 თვე გაგრძელდა. დიახ. პატარა დეტალი. ეს შეუთავსებელი საქმიანობა იქნებოდა პოლიციის, ფინანსური პოლიციის თბილისის ხელმძღვანელობასთან და იქიდან გადადა. იქიდან კი, იქ განცხადება დაწერა და უკვე გახდა შპს NK House-ის დირექტორი. 9 თვის შემდგომ ირაკლი კირკიტაძემ თქვა, რომ მე ამ ბიზნესიდან მივდივარ საერთოდ, აღარც $1500 არ მინდა თითოეულ კონტეინერზე და აღარც ჭირდება ხელფასი და საერთოდ ამ ბიზნესს უნდა ჩამოვშორდე. ნუ სიხარული ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე იყო ძალიან კარგი, რომ როგორც იქნა შეგვეშვნენო. აღნიშნეთ კიდეც ეს ფაქტი, რომ ძალიან კარგია, რომ შეგვეშვნენ და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ დაახლოებით 1 თვის თავზე შემოდის ჩემთან სატელეფონო ზარი, სადაც მეცნობა ადამიანი, რომ არის ბექა ბასილაია, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის და ყველა დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის წევრის ადვოკატი, უფლებადამცველი დღეს მაშინ იყო პროკურატურის გამომძიებელი. და მეუბნება, რომ უნდა მივიდე ფინანსურ
უნდა მივიდე პროკურატურაში. მე მაშინ ვიყოფებოდი საავადმყოფოში, კარგად მახსოვს, ეს იყო თოდუას კლინიკა, რაღაც გამოკვლევებთან დაკავშირებით და მივედი იქიდან წამოვედი პირდაპირ და მივედი ფინანსურ პოლიციაში. ეს იყო თუ სწორად მახსოვს 10-11 აპრილი. პროკურატურაში, ბოდიშით. პროკურატურაში 10-11 აპრილი იქნებოდა, იმიტომ რომ აღდგომა მოდიოდა და მაშინ უწევდა 16 აპრილს აღდგომა 2012 წლის აღდგომაზეა საუბარი. რომ მივედი საგამოძიებო სამსახურში პროკურატურაში, იქ დამხვდა ბექა ბასილაია, შევედი და მეუნება ესეთ რაღაცას, რომ უნდათ ყველა დოკუმენტაციის ამოღება ჩემი შეპესედან და ეს დოკუმენტები ამოღებული უნდა იყოს დაახლოებით 2 დღის ვადაში და მიტანილი უნდა იყოს ფინანსურ პოლიციაში, იმაში პროკურატურაში. მე ვუთხარი, რომ მე მეთქი ბიზნესი ფაქტურად დოკუმენტებს არც ვაწარმოებთ ჩვენ, იმიტომ რომ ყველაფერი ელექტრონულად მაქვს და მაქვს პროგრამა და მარტივი იქნება მეთქი ამ პროგრამის მოტანა და ის დანარჩენი დოკუმენტები რაც საჭირო იქნება, კი ბატონო მოგიტანთ, ოღონდ თუ საშუალება იქნება, რომ ყველა თანამშრომელი, ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი, რომელიც უკვე კირკიტაძის წასვლის შემდგომ დავაბრუნე ჩემთან სამუშაოდ, სააღდგომო პერიოდზე ყველა მიდის და მოგიტანთ სამშაბათს, რომ ეს რო ჩაივლის ბრწყინვალე აღდგომა და მეორე დღე სამშაბათს მოგიტან, რაზედაც მივიღე პასუხი, რომ გამორიცხული იყო სამშაბათს მიტანა და ამას უნდა მიმეტანა 2 დღეში. იქიდან რომ გამოვედი, ურეკავ ირაკლი კირკიტაძეს და ვეუბნები, რომ უკვე წასულია ირაკლი კირკიტაძე ჩემ ბიზნესიდან და ესეთი რაღაც არის რა და მან გამცა ესეთი პასუხი, რომ ეს არის ჩვეულებრივი რო წარმოვიდგინო ადამიანის გაუპატიურების მცდელობა, რა დროსაც თუ ნებით იქნებოდა თანხმობა, ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ეს პროცესი და თუ ის იქნებოდა უფრო მარტივი იქნებოდა, უფრო რთულად ჩაივლიდა ეს ყველაფერი. ზუსტად სიტყვით მასი ახსნა ირაკლი კირკიტაძემ ეს პროცესი. მართლაც 2 დღის შემდგომ დოკუმენტები რომ მივიტანე თავარ პროკურატურაში, ყველა დოკუმენტი ბექა ბასილაია მითხრა რომ დამიბარებდა ხუთშაბათ დღეს. უკვე ხუთშაბათს მივიტანე და ხუთშაბათს მოხვალ ერთი კვირის თავზე. მივდივარ ბექა ბასილაიასთან ხუთშაბათ დღეს და იქ გავატარე ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი პროკურატურის შენობაში. იქ არანაირი სურვილი არ ქონიათ გამოკითხვა და დაკითხვის. უბრალოდ ერთმანეთთან საუბარში ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იყო პროკურორი იმ პერიოდში და ბექა ბასილაია იყო პროკურატურის გამომძიებელი, საუბრობდნენ რა მეთოდი უფრო აჯობებდა დასჯის. მეთოდებში იგულისხმებოდა ის, რომ დაეწყოთ ჩემი ოჯახის წევრებიდან დაჭერა და მე უფრო მარტივად ვიშოვიდი თანხას თუ არა. მეორე მეთოდი იყო ის, რომ მე წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს უკვე თავისავე ოთახში კომპიუტერზე რთავდა ადამიანის ისეთ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა და ეს ჩემთვის ძალიან რთული საყურებელი იყო. და მე პირდაპირ ვუთხარი, რომ რა იყო ჩემგან გასაკეთებელი და რა უნდოდათ. მათ მითხრეს, რომ არანაირ დოკუმენტების შესწავლას და შემოწმებას აზრი არ აქვს. დოკუმენტები გადატანილი არის შემოსავლების სამსახურში. და ვუთხარი, რომ ეს ვიცი, რომ შემოსავლების სამსახურშია, იმიტომ რომ მე რო დოკუმენტები მოვიტანე შენ, მაშინვე მითხრა, რომ შემოსავლების სამსახურის კორიდორში დააწყე და იქ გადამატანე ეს დოკუმენტები და ისიც ვიცი, რომ დოკუმენტები არავის არ გაგეხსნიათ და ვუთხარი, რომ ეთქვათ რა იყო საჭირო. ჩემ და უნებურად გულუბრყვილოდ ვუთხარი ესეთი რაღაც, რომ ვიცოდი, რომ პროკურორი იყო ზურაბ ადეიშვილი. რა არის მეთქი, ესე რატომ წირავთ მეთქი, ჩემი შვილი და მისი შვილი დადიან ერთ სკოლაში თქვა. კლასელები არიან მეთქი.
მაშინ გაჩერდა ბექაბასილაია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დამტოვა ოთახში მარტო და იმავე ოთახში შემოვიდა ზურა ადეიშვილი. და მეუბნება რომ ამ სიტყვების გამო მე უფრო დავისჯებოდი. რატო თქვი ეს ფრაზა რომ მისი შვილი და ჩემი შვილი იყვნენ თანაკლასელები. აქ არის მეორე კლასის მოსწავლეებზე საუბარი, აქ არ არის დასრულ ადამიანებზე, ბავშვებზე მქონდა საუბარი. ოთახში, სადაც იმ 12 საათის განმავლობაში ვიყავი, მთელი კედელი იყო დაფარული ჩემი ოჯახის წევრების სურათებით. ჩემი ცირეწლოვანი შვილების სურათებით, ჩემი მეუღლის სურათით, ჩემი დის სურათით და მაყურებინებდნენ აი ამ პროცესს. მეუბნებოდა ბექაბასილაია, რომ ქონება, რომელიც ჩვენს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, უნდა ყოფილიყო გადაფორმებული კონკრეტულ პიროვნებაზე. აბსოლუტურად ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, ყველა ქონება. მაგრამ ამ ქონებასთან ერთად იქ იყო ჩემი დის ოჯახის ქონება, ჩემი დის ოჯახი არის ჩემი სიძე არის ლაშა თვაური, მისი დედა არის თამარ ვაშაკიძე, რომელიც იყო ნოტარიუსი, მას ჰქონდა რამოდენიმე ბინა საკუთრებაში, წლების განმავლობაში ვიდრე ის ჩემი სიძე გახდებოდა და სწორედ ამ ქონებებზეც იყო საუბარი, იყო დედა ჩემის ქონებაზე, მამა ჩემის ქონებაზე და ჩემ ქონებაზე. ეს ქონების ჩამონათვალი რაც იყო, ეს ყველაფერი უნდა გადაფორმდეს კონკრეტულ პირზე და მათ უნდა ამით დავასრულებდით ჩვენ საუბარს. მე მაშინვე უთხარი, რომ ის ქონება მეთქი, რაც შეძენილი არის 70 წელში და 80 წელში, აი მე მაგ ქონებასთან რა შუაში ვარ, ჩემი დის ოჯახია და ჩემი და გათხოვდა 2004 წელს მეთქი და რატო უნდა გადავაფორმო ჩემი დის ოჯახის ქონება მეთქი, აი, მაგრამ ჩემ ქონებას რაც შეეხება, აგერ არის საქართველოს ბანკშია, უკვე საქართველოს ბანკში ვარ გადასული, პროკრედიტ ბანკიდან, მომსახურე ბანკი არის საქართველოს ბანკი და ხედავთ მეთქი, რომ ყველაფერი არის იპოთეკით დატვირთული ბიზნესიდან გამომდინარე, რომ გავაცოცხლო ბიზნესი და ის ვალდებულებები, რაც მაქვს, ეს ვალდებულებები პირნათლად შევასრულო. ბასილაიამ თქვა, რომ იცოდა, რომ ეს ყველაფერი იყო იპოთეკით დატვირთული და მიიღო მაშინვე ზარი სატელეფონო, რომ თავი დაენებებინა ჩემთვის და გადახდის ფორმას მეტყოდა რამოდენიმე დღეში. ეს იქნებოდა 3-4 დღე. იქიდან რომ გამოვედი, გაურკვეველ ვითარებაში გამოვედი. ჩემო მშობლებმა არ იცოდნენ მე სად ვიყავი იმ 12 საათის განმავლობაში, იმიტომ რომ შევედი და 12 საათი შენობიდან აღარ გამოვდივარ. დამხვდა დედა, რომელიც ძიმე მდგომარეობაში იყო და ამბობდა, სამწუხაროდ დედა ცოცხალი აღარ არის ახლა. ამბობდა ესეთ ფრაზას, რომ შულო მე არ მინდა არაფერი, წავალ ხიდის ქვეშ ვიცხოვრებ, ოღონდ შენ არაფერზე არ ინერვიულო და მყავდი კარგად. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო მამა. თქვენ ამ დროს რამდენი წლის ბრძანდები? მე ვარ ამ პერიოდისთვის 30 წლის. კი ბატონო. იქიდან გამოსულებს რომ გამოვედი, მე ვთხარი, რომ ესე მითხრეს მეთქი და აუხსენი, რომ ეს ქონება იპოთეკით არის დატვირთული და არ ვიცი მეთქი, თამრიკოდეიდას ქონებაზე რაღა უნდათ, მაგას ვეღარ ხვდები მეთქი. იქიდან შემდგომ უკვე მეუბნება ესეთ რაღაცას დედა და მამა, რომ მოდი ყველაფერზე დავთანხმდეთ, თორე გაგვანადგურებენ. მე შენი სიცოცხლე ყველაფერს მირჩევია. დედას და მამას სიტყვების ციტირებას ვახდენ. 17 მაისს 2012 წლის დილის 10 საათზე მომდის SMS შეტყობინება, რომ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში იმართება აუქციონი, რომელ აუქციონზეც გამოდის ქონება, აი ეს ქონება, რომელიც ჩემს თავზე არის ეკრანზე გადის,
რომელი ქონებაც გამოდის აუქციონზე, მისი საწყისი თანხა არის 100,000 ლარი და ბიჯის თანხა არის 30,000 ლარი. SMS-ი მოდის ბექა ბასილაიადან, რომელიც უკვე ექსპერტიზით არის დადასტურებული. ყველაზე კარგი უფლებადამცველი რო არის ახლა. თავისი ჯგwith. და მეუნება რომ ამას მოყვა სატელეფონო ზარი და მეუნება რომ 1 საათში არის აუქციონი და წადი ახლა და ამ აუქციონში მიიღე მონაწილეობა. მე ვუთხარ მე სად უნდა წავიდე, არც 100,000 ლარი მაქვს, არც 30,000 ლარი მაქვს, რა გინდათ, გაგიჟება გინდათ მეთქი ჩემი და ავდივარ პროკურატურაში. პროკურატურაში ავდივარ და მეუნება რომ საქართველოს ბანკთან უკვე შეთანხმებულია, თვითონ ესაუბრა საქართველოს ბანკს და სესხი უკვე დამტკიცებულია ამ ყველაფრისთვის, რომ რაც გადასახდელი იქნება, საქართველოს ბანკმა უნდა სესხის სახით, დამატებითი სესხის სახით უნდა გასცეს. მან ჩემთან ერთად ვაიყო კიდე ტელეფონი, რომ უფრო მეტად დავერწმუნებინე და ესაუბრა ქეთევან გაბუნიას, საქართველოს ბანკის თანამშრომელს და უთხრა, რომ წინაზე რაც გესაუბრე, რომ ეს თანხა უნდა შოშეშვილის ანგარიშზე დაჯდეს და შემდგომ უკვე უნდა გადაირიცხოს ყვალის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, ხომ იცით? უკვე იმდენად ცოტა დრო იყო აუქციონამდე დარჩენილი, რომ მე ფიზიკურად რომც წავსულიყავ, ვეღარც მოვასწრებდი აუქციონზე ჩასვლას და თვითონ მითხრა, რომ შენ ჩასვლა იქ საჭირო აღარ არის. თვითონ მიიღო თქვენს მაგივრად აუქციონში მონაწილეობა? არავის არ მიუღია აუქციონში მონაწილეობა აბსოლუტურად. აუქციონი ჩატარდა ისე, რომ აუქციონზე არ ყოფილა არც კონკურენტი ადამიანი და მონაწილე იყო ერთი. მონაწილე ვიყავი მხოლოდ, უნდა ყოფილიყავი წესით მხოლოდ მე და საბუთებით ვიყავი მხოლოდ მე და იქ რო ჩავედი მისი წარმოსახვით. იქ სად? ყვარელში. დიახ. ვითომ აუქციონზე რო ჩავედი, ამ ქონებაზე ვთქვი მე რომ ეს მეთქი 100,000 ლარი მოდი ძალიან იაფია მეთქი რა და ავწიოთ და 700,000 ლარზე ავიდეთ მეთქი ამ თანხის გადახდაზე მეთქი და ოქში ასახული არის რომ ეს შენობა გაიყიდა 700,000 ლარი. თქვენ ვეთქვით 700,000. მე არ მithქვია, მე არ ყოფილვარ აუქციონზე. თითქოს თქვით. თითქოს. ხო, იმიტომ რომ ვერ გავიგეთ. მისი წარმოსახით, მათი წარმოსახით. ოქში წერია ის რომ თითქოს თქვით რომ ეს სასახლე არ ღირს 100,000 და მოდი 700,000 ვიყიდე. ლარამდე გავზრდი და ვიყიდი ამ შენობას მეთქი. მაშინ არ იყო ელექტრონული აუქციონები, ადგილზე ჩასვლა იყო საჭირო? ადგილზე ჩასვლა იყო საჭირო. მე ცხოვრებაში აუქციონში ქალბატონო კომისიის თავმჯდომარე მონაწილეობა არ მქონდა მიღებული და აი ზოგადად რაღაც სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რასაც აუქციონი შეეხებოდა, რასაც ტენდერი შეეხებოდა, ნაკლებად დაინტერესებული ვიყავი და არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა. შესაბამისად, სიტყვა აუქციონიც და აუქციონში მონაწილეობის სქემაც არც მაშინ მწოდნია და არც მას შემდეგ უცნობი იყო თქვენთვის. უცნობი. მაგრამ ეს ოქმი შედგენილია თითქოს და ყვარელში? თითქოს და ყვარელშია შედგენილი და ამ ოქმის საერთოდ იმ ქალაქში არ ჩაგიყვანეს? არა, არ ჩავსულ ვარ იმ ქალაქში, იმიტომ რომ ესეც გამოძიებით პროკურატურას დადასტურებული აქვს, რომ ჩემი სატელეფონო ანძაზე გადაადგილება ყვარელში ფიქსირდება მეორე დღის 10 საათზე. აუქციონის ჩატარების მეორე დღის 10 საათზე. და მე ვარ თბილისში ოჯახთან ერთად, მეორე დღეს მივდივარ ყვარელში, იქ არის საკონტაქტო პიროვნება ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვინმე ლიანა პეტრუზაშვილი, ნახულობ ამ ლიანა პეტრუზაშვილს და მეუნება რომ შენ აუქციონში უკვე გამარჯვებული ხარ და მე ვუთხარი, აბა რა ვიყიდე მეთქი, ერთი გასაღები მაინც მომეცით, წავიდე ვნახო მეთქი. იმ ოთახში იჯდა რამოდენიმე ადამიანი და ყველა ადამიანმა დაიწყო სიცილი, რომ მაგ შენობასო გასაღები არ სჭირდებაო. გრემში ჩახვალ, იკითხე და ნახაო. მივედი და დამხვდა ეს. ნანგრევი. მაშინაც ესეთ მდგომარეობაში იყო? კი, ესეთი მდგომარეობა, ამას არაფერი ცვლილება არ აქვს, რაც იყო ის არის. დიახ. ამ ნანგრევში. ამ ნანგრევში. რეალური ფასი ან მაშინ რა იქნებოდა, ან დღეს რა იქნება? ეს რომ მაშინ იყო 8,130 ლარად, მოკლე გადახვევას გავაკეთებ, შემდგომ უკვე 2013 წელს, როდესაც ჩვენ ჩავერთეთ უკვე აქტიურად, 8,130 ლარად ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიტანა აუქციონზე ეს შენობა და ვერ გაყიდა.
აუქციონი ჩავარდა იანვარში 2012 წლის იანვარში 13 წლის 12 წლის მანამდე იყო აუქციონზე გატანილი იყო 8100 ლარად 8130 ლარად და ვერ გაყიდეს ეს და მაისში გაყიდეს 700000 ლარად თქვენ მოყიდეს ძალით მე მომყიდეს ეს შენობა რა შენობაა ეს მიწის ფართი რამდენი იყო კიდე დროზე 1900 კვადრატული მეტრია არაფერი არ არის ანუ არც მიწა აქვს ისეთი რომ აი დავაზუსტოთ იმიტომ რომ იმდენად საოცარი რაღაცა ანუ თქვენ შეგეძლოთ ამის ყიდვა დოკუმენტების მიხედვით 100000-ად ამობთ რომ ეს რა ცოტაა და მოდი რა 700000-ად მომყიდეთ ამას ამობთ კი ბატონო ქონება რომელიც სინამდვილეში ღირს 8100 ლარი 8100 ლარი იქიდან რომ ჩამოვედი ჩემ თავზე ვიყავი გაბრაზებული რომ გრძნობდი რომ ალბათ მე თამოყარეობა აღარ მაქვს უკვე მე თუ ამას შევეგუე მე ალბათ ვერაფერი ადამიანი ვეღარ ვიქნები მაგრამ ისევ მშობლებმა მითხრეს ესეთი რამე რომ მოდი შენ ცოტა ხანი გაეცალე აქაურობას წადი სადმე რომ ჩვენ უფრო წყნარად ვიყოთ შენ არაფერი არ მოგივიდეს პირველი ეს არის რომ ბანკმა გასცა მიზნობრივი სესხი საქართველოს ბანკმა გრემის კულტურის სახლის შესაძენად 420000 დოლარი რაც იგივე პროკურატურასთვის მაქვს მიწვილი დოკუმენტი რომ მიზნობრივი სესხი გასცა აი ამ შენობის შესაძენად 420000 დოლარი საქართველოს ბანკმა აქაც მე არანაირი განაცხადით არ მიმართო საქართველოს ბანკისთვის რომ სესხი მინდა პირდაპირ კომუნიკაცია იყო ბექაბასილაიასა და საქართველოს ბანკს შორის ამ დროს ვინ ხელმძღვანელობს ბანკს ხომ არ გახსოვთ თუ სწორად მახსოვს გილაური ნიკა გილაური კი თუ სწორად მახსოვს ნიკა გილაური კი ბატონო ირაკლი გილაური ნიკა გილაურის ძმა კი ბატონო იქიდან რომ ჩამოვედი ბექაბასილაიამ დამიბარა და მითხრა რომ ეს არ არის გადახდის ერთადერთი ფორმა მე უნდა მივიტანო კიდევ 300000 ლარი ქეშის სახით 700000-ის გარდა 300000 ლარი უნდა მივიტანო ქეშის სახით მთავარ პროკურატურაში არსად სხვაგან პირდაპირ მთავარ პროკურატურაში უნდა მივიტანო 300000 ლარი ქეშის სახით ოღონდ ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ არაუგვიანეს 28 სექტემბრისა 2012 წლის არაუგვიანეს 28 სექტემბრისა არ ვიცი ალბათ მეტყოდნე ხელზე მიიტანე მთავარ პროკურორ ხო შემდეგ ქეშზე მე აი ცოტა მოგვიანებით კიდევ გეტყვით ამ ამბავს შემდეგ მე წავედი ჩინეთში გავემგზავრე ჩინეთში 5 ივნის 2012 წლის 5 ივნის ვიყავი იქ და არაფერს აღარ ვაკეთებდი უბრალოდ იმ მომწოდებლებთან რომლებთანაც აქტიურად თანამშრომლობდი ცხოვრობდი იმისთვის რომ რაღაც აქ რო ყოფილიყავი არ გავენადგურებინე ბოლომდე მე პირადად 2012 წლის ივნისში და ეს 300000 ლარის მოთხოვნა როდის დაგიყენეს მაისში ეს არის 17 მაისს რო აუქციონი ჩაატარეს ვითომ აუქციონი 20 მაისს მეუნება ბექაბასილაია ამ ფრაზას მაგრამ მაისში დაგიდოთ ვადა სექტემბრის 28 არაუგვიანეს 28 სექტემბრის დიახ ნაურია კი ბატონო რო ჩამოვედი მე 25 სექტემბერი იქნებოდა ჩინეთიდან და ჩინეთში რამოდენიმეჯერ დამირეკა ბექაბასილაიამ რომ შეიძლება უფრო ადრე დაგჭირდეს შეიძლება უფრო ადრე დაგჭირდეს რაზეც ვეუბნებოდი რომ მე აი ფიზიკურად უკვე წარმოუდგენელი იყო იმიტომ რომ ის 420000 დოლარი დამატებით ის სესხი საქართველოს ბანკიდან უფრო მალე დაგჭირდეს რას გულისხმობდა რა ეროვნულ რამეს აკეთებდა ძეგლს აკეთებდა აეროპორტს აკეთებდნენ რაში უნდა დაჭირებოდეს ეს ჩემთვის უცნობი იქნებოდა ალბათ მაგრამ მე ეხლა რომ ფიქრდები ისინი უკვე გარკვეულ წილად შეგუებულები იყვნენ რომ მათი ხელისუფლების ძირი უკვე ითხრებოდა და მათი ხელისუფლება უნდა ჩამოშლილიყო
25 სექტემბერს ჩამოვედი, აეროპორტში ხვდება ადამიანი და მეუნება, რომ ბექასთან უნდა მივიდე. პროკურატურაში და აეროპორტიდან პირდაპირ ჩემთვის უცნობი ადამიანია ესა და ფიქრობ, რომ ეს იყო იგივე ან პროკურატურის თანამშრომელი, ან რომელიმე ძალოვანი ორგანოს თანამშრომელი. იქიდან მივდივარ პირდაპირ ბექა ბასილაიასთან და მეუნება, რომ $300,000 28-ში არის მისატანი ლარი. მისატანია $300,000 და ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ 28 სექტემბერს აღარ უნდა გადასცდეს, თორე 28 სექტემბერი იქნებოდა ჩემთვის ბოლო დღე. ცხოვრების სიცოცხლის ბოლო დღე იქნებოდა. უკვე აი სიცოცხლის გაგინადგურებ, თუ ამ თანხას თუ არ მოიტანო რა. ემზადება ბატონი ზურა წასასვლელად და ემზადება ადეიშვილი წასასვლელად რა. ამას გავს ეს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში. შემდეგ და მაშინ ვფიქრობ, რომ რაღაც ჩემ თავმოყარეობის დაბრუნების ცდილობა მქონდა, ალბათ და ჩემში რაღაც პროტესტმა იმდენად გაიღვიძა, რომ მე ვუთხარი, რომ მე ამ თანხას $300,000 კი არა, $3 არ მოგიტან მეთქი რა. ზუსტად ვიცი, რომ შენ 1 ოქტომბრიდან და ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდით, ყველა აგებთ პასუხს და ყველა იქნებით დასჯილები თქო. გაიცინა ბექა ბასილაიამ და მოდი მაშინო 2 ოქტომბერს შევხვდეთო. ოღონდ ამ თანხას 1 მიეწერება კიდევ რა. და ეს $300,000 გახდება $3 მილიონი. კი ბატონო მეთქი, შევხვდეთ 2 ოქტომბერს თქო და წამოვედი იქიდან. პროკურატურიდან გამოდივარ, უკვე 28 სექტემბერმა ჩაიარა, დადგა 1 ოქტომბერი და 1 ოქტომბერს საარჩევნო შედეგების გამოცხადების წუთს უკვე მე ბექა ბასილაიას უგზავნი SMS. კი, ხვალ რომელ საათზე მოვიდე შენთან მეთქი. უკვე ამაყად ვაგზავნი ამ SMS. პასუხი არ მომდის SMS შეტყობინებაზე. არანაირი ხო, პასუხი აღარ მომდის შეტყობინებაზე და 20 ოქტომბერს უნდა შესულიყო ბატონი არჩილ კბილაშვილი, როგორც სწორად მახსოვს. გენერალურ პროკურატურაში უნდა მისულიყო, ის დაინიშნა გენერალურ მაშინ პროკურორად და 19 ოქტომბერს მირეკავს ბექა ბასილაია ისევ და აქ უკვე იმდენად ამაყივარ 2012 წლის 19 ოქტომბერია და დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერს ვეღარ მეტყვის ეს ადამიანი. უკვე ახლობლებთანაც თამამად ვლაპარაკობ, რომ უნდა წავიდე და ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ გამომყევი მეთქი. მივიდეთ, რა უნდა ამ ადამიანს. დაგიბარათ ისე? დამიბარა 19 ოქტომბერი. იქ მუშაობს ჯერ კიდევ. იქ მუშაობს, დიახ. და წავედით ადვოკატი მინდა მეთქი რა, რომ აი ესეთი პროცესები იყო, ესეთი პროცესები და მოდი მეთქი, ახლა მივიდეთ ბექა ბასილაიასთან მეთქი რა. და წავედით მე და ჩემი მეგობარი, ჩემი ადვოკატი, მივედით ბექა ბასილაიასთან და $420,000 ნაცვლად მივიღე შემოთავაზება $1 მილიონი, რომელსაც თუ თანახმავ იქნებოდი, მაშინვე ავიღებდი და გამოვიტანდი საქართველოს გენერალური მთავარი პროკურატურიდან, ყველა საქმე შეწყვეტილი იქნებოდა. არაფერი აღარ იქნებოდა, ოღონდ ეს საქმე არავისთან ნათქვამი არ უნდა ყოფილიყო. ვერ გავიგე კარგად. მოდით აბა ახლა კარგად მოვყვეთ თუ შეიძლება. 400 არა, მე აღარ უნდა მიმეტანა ბატონო. ერთი წუთი. $420,000 ნაცვლად რას ნიშნავს? მე რაც გადავიხადე გრემის კულტურის სახლში ნაღდი ფული, მაშინ უკვე გადარიცხული იყო გრემის. $700,000 ეკვივალენტის დოლარი, თანხა და მათ რაც ზარალი მომაყენეს ეს $420,000 რეალურად ამ ბექა ბასილაიას ჩართულობის პროცესში. დიახ. ამის ნაცვლად ისინი მთავაზობდნენ $1 მილიონ. აქეთ ქეშად მოგცემთო? მოგცემთ ეხლაო? ეხლაო თუ მერეო? არა, ეხლავე მოგცემთო. ეხლავე მოგცემთო? და ხმა აღარ ამოიყო არაფერზე, აღარ გააპროტესტო არაფერი და ჩვენი მხრიდან იქნება ყველაფერი შეწყვეტილი. სანამ მოვა ახალი ხელმძღვანელი. სანამ მოვა ახალი, ესე ხდება 19 ოქტომბერს. 19 აქ ჩაცწორებას გავაკეთებ თქვენი ნებართვით. 20 ოქტომბერს არ მიდიოდა ბატონი არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურატურაში, პროცედურა იყო ასე.
25 ოქტომბერს 2012 წლის მთავრობას ნდობა გამოუცხადა ქუთაისში პარლამენტმა. ამ დროს დაინიშნა იუსტიციის მინისტრი. 25 ოქტომბრამდე იქ თინა ბურჯალიანი მართავდა სისტემას, იმიტომ რომ ზურადეიშვილი უკვე გაქცეულია. ქალბატონი თინა იყო მისი პირველი მოადგილე და 25 ოქტომბრამდე ის იყო სისტემაზე პასუხისმგებელი და მთავარი პროკურორი ამ დროს ისევ იყო ბატონი ზოდელავა. ზურადეიშვილი გაქცეული იუსტიციის მინისტრი, მის მოვალეობას ასრულებს ქალბატონი თინა ბურჯალიანი. 25 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ სისტემა გადმოვიბარეთ, ამ დროს ჯერ კიდევ არ არის ბატონი არჩილ კბილაშვილი დანიშნული. ის მინისტრის წარდგინებით, კი, მაგრამ ყველა მიცის რომ ის უნდა იყოს, მინისტრის წარდგინებით დაინიშნა მომდევნო დღეებში ოქტომბრის თვეში პრემიერ-მინისტრის მიერ. შესაბამისად, იმ დროს ჯერ კიდევ მთავრობას 19 ოქტომბერს და პროკურატურის ორგანოებს სრულად მართავენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. კი ბატონო, ეს პროცესი არის. ჯერ ეს რას გავდა თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რომ მიდიან და ეშინიათ და ჩახურვა უნდათ საქმეების? არა, ეს გავდა იმას, რომ მე იმ თანხისთვის ხელი რომ მომეკიდა, გამოსასვლელში ვიქნებოდი დაჭერილი. იქ მე არავინ არც თანხას გამომატანდა უკან და ეს იქნებოდა ის, რაც გამოძალვა იქნებოდა, კი ბატონო, ჩვეულებრივი. გამოძალვა კი არ იქნებოდა უკაცრავად, ქრთამის შეთავაზება იქნებოდა. კი ბატონო. კი. კი ბატონო. კი ბატონო. შემდეგ რა იყო თქვენი პასუხი? ჩემი პასუხი იყო უკვე პირველად რო ღიმილი მქონდა პროკურატურაში და უთხარე რომ ეს გამორიცხული იყო და ამაზე არც კი უნდა ეფიქრათ საერთოდ. და ის საუბარი შეუბრუნე უკვე რა, როდესაც 1 ოქტომბრამდე 25 სექტემბერს მითხრა რომ 1-0 მიეწერება, მე ვთხარი 1-0-იც რომ მიაწერო ამ თანხას და ისე გამატანო აქედან ქეში, მე ამ თანხას ხელს არ მოვკიდებ მეთქი. და გამორიცხული ამბავია, მაგრამ ერთი რამე არის მეთქი რა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ წახვიდე ციხეში. ვინ ესწრებოდა ამ საუბარს? ზაზა მალუძე, პროკურორი, ბექა ბასილაია, მე თანხის კონკრეტული აი ამ პროცესს. კი ბატონო. და წამოვედი იქიდან და დავიწყე უკვე ადვოკატების მოძიება, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად გამემართა მთლიანად და პარალელურად დავიწყე, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა ფორმას მიმართავდი, ეს იქნებოდა პრესკონფერენცია, ეს იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის სახლის დაკავების მცდელობა ყვარელში და იქიდანვე ვთავაზობდი მიხეილ სააკაშვილს, რომ თუ შენი ქონება 200,000 ლარად არის შეფასებული და მე მილიონად მომყიდე გრემის კულტურის სახლი, აგერ არის გავცვალოთ მეთქი, თან ახლო მანძილით არის დაშორება მეთქი და ამა ეს ჩემი იყოს და ის შენი იყოს, თქო? ხო, თან პლუსში იქნება, იმიტომ რომ ეს გაცილებით ძვირადღირებულია, თქო რა. დაახლოებით 2000 ნაციონალური მოძრაობის წევრი დამახვედრეს, როდესაც დავაანონსე, რომ მიხეილ სააკაშვილის სახლში უნდა ჩავსულიყავი და თუ ვინმე არსებობს, გიგა ბოკერია, აი არ ვიცი, მაგათი სახელების ჩამოთვლაც არ მინდა, ყველა აბსოლუტურად იქ იყო თავიანთი მხარდამჭერებით, თავიანთი იმით, რომ იქ ჩემთვის ეძახათ ის ცნობილი ფრაზა, რომ მე ვიყავი რუსეთის მონა და პუტინის მონა. ცხოვრებაში რომელი წელია ეს? 2013 წელი. კი თქვენ პირველი მონა ყოფილხართ, მე ჩვენ დაგემართეთ. პირველი მონა. 2013 წელს უკვე ეს გამოიყენეს. უკვე ეს გამოიყენეს. მაგრამ ბოკერიაც იქ იყო ეს. კი, ყველა აბსოლუტურად განმანათლებელი. ყველა სრული შემადგენლობით იყვნენ იქ და 2013 წელს ამ დროს ბატონი მიხეილი ისევ პრეზიდენტია, ეს ახალგაზრდებს რომ უთხრათ კოაბიტაცია, კონსტიტუციურად ასე ქვია და 2013 მართავს ქვეყანას. ძველი ახალ წელს ეს იყო 14 იანვარი, იანვრის თვეში მომივიდა მე დაახლოებით 8-9 იანვარი იქნებოდა მომდის აღსრულებიდან წერილი. და საქართველოს ბანკი ითხოვს სრულად თანხის დაფარვას
და აი ამ სესხზე გაცემული თანხის დაფარვასთან ერთად იმ მიმდინარე ბიზნეს სესხის დაფარვას თუ არა და ქონება იქნებოდა აუქციონზე გატანილი. ამ ყველაფერს გაიტანდნენ აუქციონზე. მე რომ მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა, იმდენად შოკი იყო ეს ემოცია ჩემთვის, რომ დამემართა ინსულტი. წერილის მიღების თანავე. როგორც კი წერილი მივიღე, დამემართა ინსულტი და ინსულტი იმდენად რთული იყო, რომ დღემდე ნახევარი თავი მე აღარ მეკუთვნის, იმიტომ რომ ტრეპანაციის შედეგად, როდესაც გამიჭრეს თავი, იქ რაღაც გარკვეული ზემოქმედება და ის გრძნობელობა მაქვს ნახევარ თავზე დაკარგული. მაშინ მოგმართეთ თქვენ ქალბატონო თია, როგორც იუსტიციის მინისტრს, რომ ეს ყველაფერი მოვყევით წერილში და მოგმართეთ რომ დამხმარებოდით. და 2013 წლის 14 იანვარს, როდესაც მე ინსულტი დამემართა, ეს წერილი უკვე მოწერილი მქონდა თქვენთვის, რომ დახმარებას ვითხოვდი. როდესაც გავიღვიძე მე და უკვე გონებაზე მოვედი, დედას ეჭირა თქვენი პასუხი. სადაც გაჩერებული იყო აღსრულება. გამოძიების დასრულებამდე. გარკვეული ვადით. მაშინ კიდევ მივხვდი, რომ ბრძოლას აზრი ჰქონდა და უფრო მეტი პროტესტი დავიწყე, მაგრამ სამწუხაროდ ერთი ფაქტი. აქვე ჩაგეჭრებით, მე არ მახსოვს ეს საქმე, ასე არც ის წერილი მახსოვს, ჩემი პასუხი ეს უნდა ვთქვა საზოგადოება გვისმენს. და ისიც უნდა ვთქვა, რომ 25 ოქტომბერს, როდესაც მე შევედი სამინისტროს შენობაში, უკვე იყო 10,000-ობით საჩივარი და წერილი შემოსული ადეიშვილის წინააღმდეგ და ეს გაგრძელდა მრავალი თვის განმავლობაში, როდესაც უამრავი ადამიანი ჩიოდა და ამბობდა, რომ და მით უმეტეს ციხიდან, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, 10,000-ობით ადამიანი დაგვხვდა ციხეში, რომელიც პირდაპირ ითხოვდა კარის გაღებას და გამოშვებას და სანამ ამნისტიის აქტი შემუშავდა, სანამ ბატონი არჩილ-კბილაშვილი შეუდგა საქმიანობას და ასე შემდეგ, ძალიან პროცესები თითქოს არ მიდიოდა ნელა, მაგრამ ეს ისეთი დრო იყო, რომ თითო საათი უდრიდა ყველასთვის წამებას, იმიტომ რომ როგორც თქვენ ესე აღწერეთ, ეს იყო წყლობით დაგროვილი ჯოჯოხეთი ადამიანების გულში, ემოციებში, ოჯახებში და რა თქმა უნდა, უკვე გამარჯვების მერე თითო საათი ადამიანს ეჩვენებოდა, რომ იყო საუკუნე. ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ, დიახ. მივხვდი, რომ ბრძოლას და ბრძოლის გაგრძელებას ყოველთვის ჰქონდა აზრი, ისევ ვაპროტესტებდი, ისევ უკავშირდებოდი ყველა ტელევიზიას, როგორც ადგილობრივს, ისე საერთაშორისოს, იგივე უკრაინის პროცესებთან, როდესაც მიშა უკვე წავიდა უკრაინაში, იქაც კი ვაპროტესტებდი, რომ გიჟი ყავდათ იქ წაყვანილი და ასე შემდეგ და პირდაპირ ვამბობდი ბექა ბასილაიასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე. ვფიქრობ, რომ მე ჩემი სათქმელი იმასთან ერთად, რომ ჩემი როგორც მოყენებული ზარალის ანაზღაურება იყო, ის იყო კიდევ რომ ყველას ცოდნოდა რას აკეთებდა ის რეჟიმი და ის ხელისუფლება. ისიც კი გავაკეთეთ, რომ ამ გრემის კულტურის სახლში მივიტანეთ ქალბატონი ირინა ენუკიძის სურათი, იმ გარდაცვლილი ადამიანების სურათი კიდევ, ვინც წინა რეჟიმის მსხვერპლი იყვნენ და ეგრეთ წოდებული მუზეუმი გავხსენით. იქ რომ ნაციონალური მოძრაობის სახე იყო ეს გრემის კულტურის სახლი. და მუზეუმს დავარქვით და მაშინ გრემელები ისევ ნაციონალების მუზეუმს ეძახიან ამას ამ კულტურის სახლს. პროკურატურაში თუ იჩივლეთ? პროკურატურაში ვიჩივლე და პროკურატურიდან ვარ დაზარალებულად ცნობილი. ეს არის 2014 წლიდან ვარ დაზარალებულად ცნობილი. შედეგი? არანაირი. ჯერჯერობით არა. არანაირი. 2014 ეს ბექა ბასილაია არც დაიკითხა? მე ჩემთვის უცნობია დაიკითხა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც დაიკითხა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაღაც გარკვეულ წილად სამართლიანობის აღდგენაზე და ამის შეჩერებაზე ვფიქრობ, რომ კოჰაბიტაციამ ძალიან იმოქმედა. ძალიან იმოქმედა, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს რაღაც გარკვეულ წილად
ჩერდებოდა ეს პროცესები, რაც სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით იყო. 2014 წლიდან დღემდე გასული არის 9 წელი, მაგრამ 9 წლის განმავლობაში ექსპერტიზის დასკვნას ველოდებითო პროკურატურაში რამდენი ჩვეუნები და რა ექსპერტიზის დასკვნას ველოდებიან ვერ ხვდები. ნამდვილად. სხვათა შორის წინასწარ არ ღირს რა მის თქმა ხოლმე წესი ასეთია, მაგრამ ალბათ კომისიის წევრები დამეთანხმებიან, რომ ის საქმეები, რაც ჩვენ განვიხილეთ ბიზნესთან დაკავშირებული, იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველგან იკვეთება, რომ სამხარაულის ექსპერტიზას თავისი დასკვნის დასადებად და პროკურატურისთვის წარსადგენად წლები სჭირდება ყოველ საქმეზე. ეს რა თქმა უნდა სისტემურ პრობლემას გავს და ამის უკან რა მიზეზია, ამაზე შეიძლება ალბათ რომ კომისიის ფარგლებში ვიმსჯელოთ, მაგრამ ასე ჩანს თითქოს, რომ საქმე არ გამოსულა, სადაც ბიზნესმენი არ ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზა 5, 6, 10 წელია ფიქრობს რა დაწეროს დასკვნაში. ამას ექნება თავისი ობიექტური მიზეზი, მე ამის მჯერა, მაგრამ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ ის დასკვნა, რაზეც მისი ბედია დამოკიდებული, გონივრულ ვადებში ჰქონდეს. ბატონო ვალერი, თქვენ თუ რაიმე კიდე უფრო მძიმე არ გაქვთ სათქმელი, დაზაფრით უკვე დაგზაფრეთ, იმიტომ რომ საოცრებები მოვისმინეთ დღეს ალბათ ყველას აზრს გამოვხატავ. კითხვები გვაქვს და აი რიგშია ბევრი წევრი. ბატონი ირაკლი, ბატონი სოზარი, ბატონი ალეკო, მე დავსვამ კითხვებს, მანიშნეთ ბატონი თენგიზი, ბატონი ილია. რა მაინტერესებს იცით, აი როდესაც აუქციონისათვის ბანკმა უზრუნველყო სესხი. ამ სესხის, ასე ვთქვათ, გაცემა რის საფუძველზე მოხდა? თქვენ რამე ქონება შეიტანეთ, ანუ სესხი რის საფუძველზე გაიცა? ანუ ამას რატო ამბობთ, იცით, რომ ანუ თვითონ ბანკიც ამ სქემის ნაწილი იყო და არის კიდე მეორე ეჭვიც, ნახეთ აქ და თუ არის ეს რეალობასთან ახლოს იქნებ თქვენი მოსაზრება როგორია? ანუ ის ფული, ესე ჟარგონით რო ვთქვათ, ბანკსაც აეხეოდა და მთელი ცხოვრება თქვენზე ჩამოიკიდებოდა. და ბანკი ამას შეგნებულად აწერდა ხელს. აქ რა ვიცი, ბანკის გაქურდვაც არის და ბანკის მესვეურების პასუხისგებლობაც რო თავს აქურდინებდნენ. კი ბატონო, მოგახსენებ. რა უნდა მოეთხოვათ ადამიანისაგან, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა? აი ეგ არის საინტერესო. უპასუხეთ თუ შეიძლება. მოგახსენებთ, მაგ პერიოდისთვის არსებობდა უკვე საბანკო ვალდებულება, სადაც იპოთეკით იყო დატვირთული ჩემი უძრავი ქონება. არსებობდა მიმდინარე სესხი. მე დაახლოებით მარტის თვეში თხოვე საკრედიტო ხაზის გაზრდა, ვიმატებდი ერთ-ერთ მომწოდებელს კიდევ, რაზეც ბანკმა მითხრა უარი, რომ ლიმიტი მქონდა აბსოლუტურად ამოწურული, თუმცა გასცა მიზნობრივი სესხი იგივე ქონების უზრუნველყოფით გრემის კულტურის სახლის შესაძენად $420,000. აქ პირველ რიგში დარღვევა არის ეროვნული ბანკის სტანდარტებით, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული შეფასება უნდა არსებობდეს საბანკო სექტორში და იმის გარკვეული პროცენტი უნდა გასცეს საქართველოს ნებისმიერ ბანკმა სესხი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ბანკის ტერორი. მე ვფიქრობ, რომ პირიქით ბანკი იყო იმ რეჟიმის ჩვეულებრივი თანამონაწილე, გამომდინარე იქიდან, რომ იმავე პერიოდში, როგორც კი სესხი გასცეს, მე იძულებული გავხდი, რომ რამოდენიმე ქონება ისეთ ფასად გამეყიდა, რომელიც საბაზრო ფასთან გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რომ შემეტანა რაღაც გარკვეული სესხი დამეფარა. ველოდებოდით 1 ოქტომბერს, რომ რა მოხდებოდა, მაგრამ მანამდე ეს მცირე მონაკვეთში რაღაც ქონების გასხვისება მოხდა. თან ისე მოხდა, რომ თვითონ მოიყვანეს მყიდველი და პირობითად 10 ლარის ქონება მე გავყიდე 2 ლარად, იმიტომ რომ ბანკში სესხი შემეტანა და ვფიქრობ, რომ ბანკმა და მე როგორც დაზარალებულს მქონდა საქმესთან, სისხლის სამართლის საქმესთან გაცნობის საშუალება, აღიარებაც აქვს იმისი, რომ ეს
შემინების საწინააღმდეგოდ მოხდა და მოხდა პროკურატურის დავალებით. რომ ეს შესხი უნდა გაცემულიყო. კი ბატონო ირაკლი გაქვთ კიდევ შეკითხვა. მეც ბატონო სოზარ მგონი თქვენი რიგი იყო, შემდეგ ბატონი ალეკო, ბატონი თენგიზი, ბატონი ილია. მოკლედ მოვისმინეთ არა ადამიანური რეჟიმის მორიგი ძალიან მკაფიო მაგალითი. აი ესე მართავდნენ ქვეყანას თუ ამას მართვა ერქვა საერთოდ. და ეს რომ რასაც ამბობთ, ამას რომ გამოძიებაც არ სჭირდება, ეს რომ დადგენილი ფაქტია, რომ ეს ასე იყო, ამის მკაფიო თვალსაჩინო მაგალითი თქვენს უკან ეკრანზე ტრიალებს ახლა ის ნანგრევი, რომელიც მაშინ 8000 არ ღირდა. დღეს ალბათ შეიძლება 10 ან 15000 ლარი ღირს და გადაგახტევინეს 9,000 თუ რამდენი 700,000 ლარი. თითქოს გამოძიებაც არ სჭირდება ამ საქმეს, მით უმეტეს თქვენ ამბობთ, რომ დაკითხულია ყველა, ბექა ბასილია დღეს რომ ბასილაია დღეს რომ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს და ვიღაც პროცესუალურ უფლებებზე, რომელიც ამ სისტემის ერთ-ერთი ბოროტი შემადგენელი ნაწილი იყო, ბოროტი ჭანჭიკი იყო თუ სერიოზული შემსრულებელი ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი და მარჯვენა ხელი. ხო და ეს რო ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული, არის უბრალოდ სირცხვილი და მე მართლა მექნება როგორც კომისიის წევრს კითხვა პროკურატურასთან, ხა არ ვაპირებ რომ პროკურატურისგან მოვითხოვო კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეებზე ანგარიშები, მაგრამ მაინტერესებს რატომ არ არის ეს საქმეები გამოძიებული, რას ველოდებით რომ გავა ყველანაირი ვადა ხანდაზმულობის, რომლის შემდეგაც ადამიანის დასჯა იქნება შეუძლებელი და ზიანის ანაღწევრება იქნება შეუძლებელი თუ რას ველოდებით მართლა არ მესმის. ისევე როგორც ალბათ იქნება ობიექტური მიზეზებიო თუ რატომ აჭიანურებს ექსპერტიზის ბიურო დასკვნების გაცემას 10 წლით და რა ვიცი 8 წლით და 12 წლით ქალბატონოთე ამთქვა და ვერანაირი ობიექტური მიზეზი ვერ იქნება 1 საათიც არ სჭირდება ამ შენობის ექსპერტ ფასის დადგენას. ობიექტური შეიძლება იყოს, რომ სუბიექტურად იგივე ადამიანები თუ მუშაობენ, იქ სხვა მიზეზი არ შეიძლება იყოს აქ და ამაზეც რა თქმა უნდა ძალიან კი, მაგრამ წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ, დასკვნები დასკვნაში გავაკეთოთ. რაც არ უნდა გეთანხმებოდეთ, კი ბატონო. მადლობა. მართლა ის არის დაუჯერებელი ახლა რაც ხდება და რასაც ვისვემთ ეს ყველაფერი. მესამე როცა ჩვენ მოვისმინეთ რა თქმა საქართველოს ბანკის შესახებ ვილაპარაკეთ, ჩვენ ბევრი ამბავი მოვისმინეთ მსგავსი ამბები და კიდე ბევრი არ მოგისმენია, იმიტომ რომ ვიცით რომ არსებობს, მაგრამ ახლა კომისიის პარკლებში დროც არ არის ყველა მოვისმინოთ TBC ბანკთან დაკავშირებით. ორივე ბანკი იყო სისტემის შემადგენელი ნაწილი, სახელმწიფო რეკეტის შემადგენელი ნაწილი, რაც მკაფიოდ იკვეთება და რაც ალბათ უნდა აისახოს იმ საბოლოო დასკვნაში, რომელსაც ჩვენ წარუდგენთ პარლამენტს. მეოთხე ერთი ესეთი კითხვა მაქვს, სადაც თქვენ საუბრობდით ბატონ ირაკლი სამართლის რაგვარი კირკიტაძეზე. თბილისის ფინანსურ პოლიციაში იყო 3 სამმართველო, ერთ-ერთი ხელმძღვანელი როგორც თქვით იყო ირაკლი კირკიტაძე. ხომ არ იცით დანარჩენი ორი ვინ იყო? არა. იმიტომ რომ ეს კითხვა იმიტომ მე როგორც მახსოვს იყო ქარსელა, თუ სწორად მახსოვს, არ ვიცი, აი რაღაც გაგონილი გვარებით ქარსელაძე, კირკიტაძე, სულ უფროსი, მაგრამ დანარჩენის არ ვიცი. მაგრამ დანარჩენის მეორე სამმართველოს, ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი იყო ირაკლი კირკიტაძის დეიდაშვილი, მესამეც ვიღაც ნათესავი, რაღაც ესეთი კლანური მმართველობა, რომელიც იყო და ზოგადად ეს ალბათ უნდა გადავამოწმოთ, ასე იყო, მაგრამ ზოგადად ეს კლანური მმართველობა რო იყო ნაციონალური მეთრობის დროს, ეს ფაქტია. და უბრალოდ მინდა გამოვეხმაურო ქალბატონმა თემამ რაც ვაწეღან, რომ აი როცა გავიმარჯვეთ, იყო უამრავი განცხადება, ათეულობით 1000 განცხადება, ციხეებიდან, ნაწამები ხალხის, საკუთრება წართმეული, უფლება დარღვეული და უფლება აყრილი ადამიანების და უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რაც არ თქმულა აქამდე ამ კომისიაზე და ეხლა მეც როგორც მოწმეულ ლაპარაკობ, მაგრამ როდესაც ციხეებში შევედით, აღმოვაჩინეთ ასეთი ვითარება, რომ პატიმრების უმრავლესობა და პრაქტიკულად ყველა იყო ნაწამები, იყო
გამოვიყენებ ამ სლენგს შემჯდარი სპეციალურად ფსიქოტროპულ საშუალებებზე. Რაღაც ეტაპზე, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ აღმოაჩინა, რომ უკვე ამდენი ნაწამების, ამ გაუსაზრისი ტკივილის მართვა შეუძლებელი ხდებოდა და შეუძლებელი იყო ციხეებში ვითარების დასტაბილურება, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული წამლების გამოყენების ციხეებში, აბსოლუტურად უკონტროლო. იყვნენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ათეულ აბს იღებდნენ დღის განმავლობაში და ამის შემდეგ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ამ კანონო განაჩენების გადახედვის, ნაწამები ადამიანების რეაბილიტაციის გვერდით იყო, როგორ შეგვემცირებინა ეს ფსიქოტროპული წამლების მოხმარება, როგორ ჩამოგვეყვანა ეს დოზა და ეს მე წელიწად ნახევარი ვიყავი მინისტრი. ჩემს შემდეგაც გრძელდებოდა და ძალიან ბევრი წელი დასჭირდა სანამ ეს შევამცირეთ და ერთ-ერთი სერიოზული უკმაყოფილება იყო ხოლმე სწორედ რომ როდესაც პატიმრებს ვეუბნებოდით რომ იცით რა ეხლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ამის მართვა ნამდვილად შევამციროთ უკვე იმდენად იყვნენ შეჩვეული იმდენად ვეღარ წარმოედგინათ არსებობა ამის გარეშე რომ აი ეს იწვევდა გარკვეულ ხმაურს კიდევ დამატებით ხმაურს ციხეებში რომ ამის შემცირებას ვცდილობდით. ესეც მე ვფიქრობ ერთ-ერთი სურათია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს კარგად ახასიათებს და შეიძლება რაღაც ასახვა ამ მომენტმაც პოს დასკვნაში. ბატონი ალეკო. კი ბატონო სოზარ გეთანხმებით აბსოლუტურად ეს წლები რომ პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი იყო ამდენი ადამიანი გასაგებია, მაგრამ აქ თითქმის ყველა მოსული ადამიანი და უფრო მეტად როდესაც ბიზნეს ეხებოდნენ ისინი იკვეთება არა მარტო პოლიტიკური რეჟიმი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორს შორის დანაშაულებრივი სინდიკატია ეს. ერთგვარი, რომელიც მოქმედებდნენ შეთანხმებულად ჩვენ აქ რაც მოვისმინეთ, მე არ ვიცი, წარმოუდგენელი რამე მოვისმინეთ, სადაც არც განაცხადი არსებობს, სადაც არც აუქციონზე გამოცხადებული ადამიანი არსებობს და ამას წყვეტდნენ ისე ან რა პროკურატურის გადასაწყვეტი იყო მისი სესხის აღება, ან აუქციონში მონაწილეობა, ეს იყო მთელი უბედურება და ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი საჯარო მოხელეებსა და აი ამ კერძო სტრუქტურებს შორის ამ შემთხვევაში ბანკები მყავს ხედულობაში, რომელიც მათთან იყვნენ კავშირში და მათთან იყვნენ აფილირებული. ეს არაერთი ასეთი შემთხვევა. მე ბატონო ვალე თქვენთან მექნება ესეთი კითხვა. გასაგებია ამ საქმის ირგვლივ ალბათ თქვენ ამომწურავად იპასუხეთ და იმდენი კითხვა არის, რომ ჩვენ აქ მაგის საშუალება არ აქვს ახლა რომ გამოძიება ჩავატაროთ, გამოძიება ვინც უნდა ჩაატაროს, ის ჩაატარებს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ გქონდათ ოჯახური ბიზნესი. დედა, მამა და თქვენ. დაიწყეთ თავიდან, დაიწყეთ ალბათ ძალიან მცირე კაპიტალით და გამიხვედით იქამდე, სადაც მიხვედით. თქვენ რას ფიქრობთ, რომ თქვენ რატო იყავით სამიზნე? თქვენ იყავით ის ერთადერთი რაიმე მიზეზი იყო თქვენს მიმართ, თუ თქვენ იყავით ერთ-ერთი რიგითი ბიზნესმენი. ეს ერთი. და მეორე, მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენ რაც გამოიარეთ, თქვენ როგორ უყურებთ თქვენს ირგვლივ? ბუნებრივია ბიზნესმენი იყავით და დანარჩენ ბიზნესში რა ხდებოდა 2-20 სიტყვით რო გითხრათ. ასეთი ფაქტები ჩვენ ვიცით რამოდენიმე, მაგრამ აი მდგომარეობა და გარემო როგორი იყო იმ დროს, თუნდაც საშუალო ბიზნესის, თუნდაც აი თქვენაირი დონის ბიზნესმენი ადამიანებისთვის. მადლობა. კი ბატონო, მოგახსენებთ ბატონო ალეკო, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე ვიყავი რიგითი ბიზნესმენი, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა ადამიანთან მე მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, ნაცნობობა ბიზნესიდან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც აქ ჩემი წინამორბედები იყვნენ კომისიის მუშაობის დაწყებიდან. კახეთიდან გამომდინარე ლექსო მეგუთნიშვილთან, იმასთან ყველასთან მქონდა, აღარ ჩამოვთვლი უკვე დამატებით იმას და მე ვიცოდი მათ თავს რა ხდებოდა და მათ იცოდნენ ჩემ თავს რა ხდებოდა. ამიტომ მე ვთვლი რომ მე ვიყავი რიგითი ბიზნესმენი და მე ვიყავი არჩეული, იმიტომ რომ ჩვენი შრომის შედეგად მართლაც ყველა
იმ ახლობელმა ადამიანმა იცის თუ რამხელა შრომასთან იყო დაკავშირებული ის, რომ ჩვენ იმ რაღაც ეტაპამდე მიგვეღწია, რომ ბიზნესი გამართული ყოფილიყო და ვფიქრობდით, რომ გამართული ბიზნესი იყო, წინა ხელისუფლებას არ აწყობდა ქვეყანაში ყოფილიყო მყარი ბიზნესმენი ვინმე, მყარი ადამიანი ჩამოყალიბებული ბიზნესი ყოფილიყო, მათ უნდათ ყოფილიყო თავიანთი მორჩილი ყველა და ყოფილიყო ისეთი ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად იქნებოდნენ საარჩევნო აქტივისტები იქნებოდნენ. იმ ადამიანებს არ უნდა გვეკეთებინა ბიზნესი. ერთს დავამატებ კიდევ, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები 2000 იმ პერიოდის შემდგომ ვართ მოდური სიტყვა ახლა სანქცირებულები. ჩვენ ყველა ანგარიში გვაქვს დაყადაღებული და ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეკონომიკური საქმიანობის უფლება. დღემდე, კი. არც ერთ ოჯახის წევრს, არც მე, არც მამას, დედა გარდაიცვალა და ფიქრობ, რომ ყველაზე რთული დარტყმა იყო დედასთვის და ის ძიმე დაავადება, რაც იყო ამ ნერვიულობამ განაპირობა და ამას შეეწირა დედა და ყველაზე მეტად გული ვტკივა, რომ ის ვერ უყურებს დღევანდელ დღეს და დღემდე ვართ ამ მდგომარეობაში, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეკონომიკური საქმიანობის უფლება. ეს უკვე არის თითქმის 16 წელი თითქმის უკვე რომ ანგარიშებზე არის ყადაღა, ქონება არის დაყადაღებული. პროკურატურა რას გეუბნებათ? ალბათ რაღაცას ადვოკატიც გყავთ ალბათ, არა? ელოდება ექსპერტიზას. ექსპერტიზას ელოდება. გასაგებია. ბატონო ვალერი, თქვენ დასვით ხომ ბატონო თენგიზ კითხვა თუ არა? მაშინ ბატონი თენგიზი დასვამს კითხვას, მერე ბატონილია ბატონი ალუდა. გთხოვთ. ისეთი ფაქტი მოვისმინე, რეპლიკაც გიკითხარით, რომ ძნელი დასაჯერებელია მეთქი და მე პირადად არ გიცნობდა თქვენ კეთილ ინიციატივა შეეჭვება და მით უმეტეს გაფრთხილებული ხართ სრულჩვენების ახსნა გამარტების მოცემაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. ესე იგი, აქამდე ჩვენმა საზოგადოება მიცოდა, რომ რატომღაც ღამის 2 საათზე პატრიოტული სულისკვეთება იღვიძებდა და ნოტარიუსთან მიდიოდნენ და თავის ნებით გადასცემდნენ ქონებას ხან სახელმწიფოს, ხან კერძო პირებს. მაგრამ ასეთი რამ პირველად მოვისმინდა, მინდა ყველა მიაქციოს ამას ყურადღება, დარწმუნებული ვარ, ეს დასკვნაში აღმოჩნდება შესაბამისი ანალიზით და საზოგადოების ყურადღებასაც მიაყენებს. მაგრამ რაღაცა ქონება ისიც ძალით რომ უნდა შემაძენინო, იყიდებოდეს 100,000 ლარა და აუქციონზე განვაცხადო, რომ უხერხულია ესე იაფათ, მე ამას ვერ ვიყიდი და მოდი იქნებ 700,000-ად მომყიდოთ, ესეთი რამ ჯერ პირველად გავიგე. აი ნამდვილად არ დავიჯერებდი, ან ვინმესთვის რომ მომეყოლა თქვენ რომ ჩვენთვის პირადად მოგეყოლათ, ალბათ ჩავთვლიდეთ რომ რაღაც ვერ გაიგო ეს ამბავი, თორე ესეთი რამე ვერ მოხდებოდა. ეხლა მე უბრალოდ რა მინდა გთხოვოთ, ალბათ ესეც არის იმ მასალებში, ხო ეს აუქციონის ის. კი ბატონო. ესეც მოგვაწოდეთ რა მანამდე ეს ვიდეო ჩვენ გამოვითხოვთ, იმიტომ რომ ეს იმ რიგის ფაქტებზე კიდევ უფრო აღმატებული ფაქტია. ეს იმაზე უფრო შემზარავია, ვიდრე თქვა ძალით რომ მიგიყვანეს და ქონება გადაგაფორმებინეს. ეს უკვე ცინიზმის რაფორმა უკვე აღარ ვიცი, რომ აუქციონზე მიდიხარ 100,000-ად შეიძლება 8,000-იანი ქონება თუ 8,000-ად რო ვერ გაყიდეს და იქვე აცხადებ რომ არა ეს ცოტაა და მოდი რა 700,000-ად მომყიდეთ. ნუ აი ეს არის აი დაცინვის უკანასკნელი ფორმა რა და ძალიან გთხოვთ რომ ეხლავე თუ მანამდე მოგვაწვით სანამ ჩვენ ამ დოკუმენტებს გამოვითხოვთ, ეს იქნება კარგი. დასკვნისთვისაც კარგი იქნება და მინდა რომ საზოგადოებაც მიაქციოს ამას ყურადღება. ვალობთ. თუმცა ბატონო თენგიზ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ჩვენ რამდენიმე განცხადებაა შემოსული და მე მინდა ბატონი ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს მოუწოდო რომ სანამდროა კიდევ მოგმართეთ, იმიტომ რომ კახეთი, სადაც ასე ვთქვათ, ზურა ადეიშვილს ჰქონდა შეფობა აღებული, ბოდიშს ვიხდი ჟარგონისთვის და ის ითვლებოდა კახეთის აღმშენებლად, აი ამ მეთოდებით, რაც ბატონმა ვალერიმ აღწერა და ახალციხე, რომელზეც
მეორე ბოსი იყო იქ ვანო მერაბიშვილი. სწორედ ასეთი მეთოდებით ცხებს შორის აუქციონებზე ნანგრევებს შეაძენინებდნენ ხოლმე დიდ თანხად. არის ამის რამდენიმე მაგალითი უკვე განცხადების სახით შემოსული და შემდეგ ამ თანხებს ასე ამბობდნენ ყოველ შემთხვევაში, რომ იყენებდნენ რეგიონების სახსაშენებლად, მაგრამ ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა რაღაცაშიც იყენებდნენ და რომც გამოეყენებინათ იგივე რაბათის მშენებლობისთვის, როგორც ამას ხშირად რითაც იმართლებდა ხოლმე თავს ბატონი ივანო მერაბიშვილი, ეს არ არის ის მეთოდი, რომლითაც უნდა სახელმწიფო აშენებდეს ამა თუ იმ ძეგლს თუ ობიექტს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ალბათ ასეთი მეთოდის კვლევა, ეს პირველი მაგალითია, რაც საჯაროდ გამოვიდა და გეთანხმებით, რომ კიდევ მეტად შემზარავია, ვიდრე ნოტარიუს ციური ბერიძესთან სტუმრობა, რომელიც პატრიოტებს ვერ იგერიებდა, როგორც თავად ბრძანა და ღამე აფორმებდა ქონებებს სახელმწიფოზე. ბატონი ილია, ბატონი ალუდა. მადლობას გიხდით ბატონ ვალერ მობრძანებისთვის. ნამდვილად განსაკუთრებული მოსასმენია და არ არსებობს ალბათ უემოციოთ ამ ყველაფრის მოსმენა დღეს, რაც მოვისმინეთ, უმძიმესია. ბევრმა აღნიშნა სხვათა შორის, რომ კოჰაბიტაციამ ძალიან ხელი შეუშალა სამართლიანობის აღდგენას და დღეს თქვენც ამას ხაზი გაუსვით. ნამდვილად დიდი მოლოდინია ამ კომისიის მუშაობის შემდეგ, რომ უფრო დაჩქარდეს იმ საქმეებზე განაჩენის დადგომა, რომელიც ჯერ კიდევ იმ სტატუსით არის, როგორი სტატუსითაც არის თქვენი და მხოლოდ დაზარალებულად ცნობილი ბრძანდებით. ჩვენ წინა შეხვედრაზეც თუ არ ვცდები ბატონი ახალაძე იყო, ეს იქაც დაახლოებით ესეთი სიტუაცია იყო, რომელიც დღესაც პრობლემატიურია იმ ადამიანებისთვის ბიზნესის კეთება, თქვენც ამას აღნიშნავთ. და არის ესეთი საქმეები დაგროვებული, რომელზეც აუცილებლად რაღაცა გამოსავალი არის საპოვნელი. მე ერთი კითხვა მაქვს. თქვენ აღნიშნეთ თქვენს მოყოლის დროს, რომ ერთ-ერთ მომენტში თვითონ ზურა ადეიშვილი ჩამოვიდა თქვენთან და იმის გამო, რომ თქვენ ხაზი გაუსვით, რომ თქვენი შვილები არიან კლასელები, ამის გამო უფრო მეტად იქნებოდით დაჟილი. და ამის სათქმელად ჩამოვიდა ის ადამიანი თქვენთან კაბინეტში შემოვიდა თუ ამის გარდა ან რა იყო ამაში ის საპრობლემო თქვენი აზრით და ესეც ერთ-ერთი მიზეზი ხო არ შეიძლებოდა ყოფილიყო რატო ამოგარჩიეს თქვენ საიდან მოგნახეს თქვენ და რატო დაიწყეს თავიდან თქვენს მიმართ ესეთი დამოკიდებულება რეპრესიები და ფულის გამოძალვა ქვია ფაქტურად რაღაც დაახლოებით ესეთ ეს მაინტერესებდა მადლობა. მადლობა ბატონო ილია. გთხოვთ უპასუხოთ ბატონო ვალერი. მოგახსენებთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც მე ზურა ბადეიშვილთან მქონდა შეხება, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ბექა ბასილაიასთან ოთახში ვიმყოფებოდი გამოკითხვაზე. ეგრეთ წოდებულ გამოკითხვაზე, მაგრამ გამოკითხვა ჩვენ შორის საერთოდ არ შემდგარა, არანაირად არც თანხის ბრუნვებს შეხებია ვინმე და არაფერი მსგავსი საუბარი არ ყოფილა, გარდა იმისა, რაც უნდა მე კარგად ვცოდნო და კედელზე ჩამოკიდებული ჩემი ოჯახის წევრების ფოტოებისთვის უნდა მეყურებინა და მის კომპიუტერის ეკრანზე არსებულ იმ ძიმე კადრებისთვის უნდა მეყურებინა, რაც წინააღმდეგობის შემთხვევაში მე პრობლემას შემიქმნიდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მე რატომღაც, არ ვიცი, ალბათ ჩემი შეცდომა იყო ისიც, რომ მე ვთქვი, რომ აგერ მეთქი ესე ნუ გამწირავთ, ჩემი შვილი და ზურაშვილი, თქვენი უფროსი შვილი მეთქი, კლასელები არიან მეთქი რა, ვითომ მე დავიიმედე თავი იმით, რომ იმ შეიძლება იმან არ იცის მეთქი და მე ვიცი მეთქი რა და მან რო გადასცა ეს ინფორმაცია, გადასცა კი არა, ალბათ უთხრა, რომ ეს ხდება, ის ჩამოვიდა და მითხრა, რომ
მეტი არაფერი არ უთქვავს ოღონდ რა, რომ ამ შვილის ხსენების გამო უფრო მეტად დავისჯებოდი. ეგ იყო, აი არც მომსალმებია, არც დამშვიდობებია. ეგ იყო შემოსვლის და გასვლის მომენტი. აი ეს ანუ პირდაპირ შევიდა ბასილაია, ასეთი წვდობა ქონდა, ხო? კი, ეს ხომ არ იყო თავის უფროს მოუყვა, ის უფროსი კიდევ ვიღაცას მოუყვა, ის კიდევ ვიღაცას და მე გაბრაზდა ის. ბასილაია იყო აბსოლუტურად. ისიერად შემოვიდა, ესე იგი უშუალო კონტაქტზე გავიდა. უდიდესი მანდატი ქონდა მას. მე რასაც მას ქონდა უდიდესი მანდატი, მას ქონდა ყველაფრის უფლება. მიცემული ისე რომ არავისთან არაფერი აღარ უნდა შეეთანხმებინა და ისე იღებდა გადაწყვეტილებებს, რა სქემაც ქონდა მიცემული მას. სადამდე რა შედეგზე უნდა გასულიყო, მას ქონდა ამოცანა და გადიოდა იმ შედეგს. კი ბატონო ილია მოწურეთ. ბატონი ალუდა. მოგესალმებით დოლარი. ისტორიას დღემდე შემონახული აქვს არაერთი ფაქტი იმისა, იმპერიები, როდესაც იპყრობდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებს თუ ჩაგრავდნენ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს, თუ რა იყო ამ საკუთარი ჯარის მოტივად გამოყენებული. აი თქვენ როდესაც გისმენდით, ერთადერთი რაც შეიძლება რომ ადამიანს ამ დროს გაახსენდეს, არის რომ მაგალითად რომის იმპერია, როდესაც ძალებს იკრებდა და ფართოვდებოდა, ის რომ საკუთარი ჯარისთვის აეხსნა და საკუთარი პრაქტიკულად მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ეს ჯარი მთლიანად მის მოქალაქეებისგან შედგებოდა, აეხსნა თუ რატომ იყო საჭირო რომ დაეპყროთ სხვა ტერიტორიები, რატომ უნდა გაეღოთ, ასე ვთქვათ, რატომ იყო ეს აგრესია საჭირო. და ამას ამ პროპაგანდას აჯერებდნენ, რომ აი რომ დაიპყრობდნენ, მათ მეტი მიწა ექნებოდათ, მეტი, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად შემოსავალი, იმიტომ რომ მიწასთან იყო ყველაფერი მატერიალური სიკეთე მაშინ დაკავშირებული, ხო? და უნებოდნენ რომ როდესაც დაიპყრობდნენ, ესენი იქნებოდნენ უკეთესად, უფრო მდიდრები იქნებოდნენ, მეტი შემოსავალი იქნებოდა და კარგად იცხოვრებდნენ. ნახეთ? ხო და აი ისტორიას არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ დღემდე ყოველ შემთხვევაში ვერსად ვერ მოვიძიე და არ მგონია რომ ეგეთი ფაქტი არსებობდეს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების ასეთი, ასე ვთქვათ, დაჯა თუ შემდეგ უკვე მე ესე დატერორება, იმიტომ რომ არ ვიყენებ სიტყვას გაკულაკებას, რადგანაც გასაბჭოების დროს, როდესაც ეს გაკულაკება მოხდა, ისიც არ იყვნენ საკუთარი მოქალაქეები, ხომ ესეც ვიცით, მაგრამ აი საკუთარი მოქალაქეების მიმართ ესოდენ დიდი ზიზღი და აი ესეთი ტერორი სხვა უბრალოდ წარმოუდგენელი არის, ასეთი სიტყვა, რა ვიცი, რა შეიძლება რომ მიესადაგებოდეს, ხო, რომ ეს არის პრაქტიკულად, ალბათ ჩვენი დასკვნაში ამ ფორმულირებითაც მოგვიწევს ჩაწერა იმ რეჟიმის, რომ ეს არის პრაქტიკულად, ეს ადამიანები მოვიდნენ, დაიპყრეს რაღაც ეს ქვეყანა, თითქოს ასე არის ეს ყველაფერი, ნუ რაღაც ისტორიას ასე დარჩება, როდესაც ჩვენი შვილები თუ მათი შვილები ამას აიკითხავენ, ნუ სხვა შეფასება ძნელი არის, რომ ისი ამ ყველაფერს, ხო? ეხლა ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ ეხლა, ეს რაც თქვენ უკან კადრები ტრიალებს. ნუ ეს ხო ეხლა, ნუ სისტემური არის, არაფერი არ გვიკვირს, არც გვაოცებს სიმართლე გითხრათ ეს. ერთიანი ხდება, ეხლა ცალკეული შემთხვევები რომ რაღაც ეხლა აქ თავი მოვიტყუოთ, რომ აუ დედა ეს რა უქნიათ, ნახეთ ეს რა გაუკადრიათ. რა არის ისეთი, რომელიც არ იკადრეს, ხომ? და არ გააკეთეს. თქვენ რომ იყოთ ერთი ასეთი, შეიძლება გაოცებული ყავით ეს რა წარმოუდგენელი რამ იქნეს, მაგრამ გეუბნებით რომ ეს არ ილევა ასეთი რამ. გაოცების, ასე ვთქვათ, ეს მასშტაბი თუ ზღვარი უკვე დიდი ხანია ყოველ შემთხვევაში ჩვენ და საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც ეს ყველაფერი გამოიარა, არაფერი არ აოცებს და არავის დარწმუნებული ვარ იმ დროს, ვინც
მეტნაკლებად იყო აქტიურს გულისხმობ იმას, რომ საკუთარი ესე იგი სახლის ქვევით მაღაზიაში პურს რო ყიდულობდა, იმის იქით თუ აქტიურობდა, ის ყველა შემთხვევაში რეჟიმთან იყო შეჯახებული და მას ძალიან კარგად ახსოვს რეჟიმის სიმწარე. არაერთხელ მithქვამს, აქ არის მარტივი სცენარი. ეს ადამიანები მოვიდნენ, დაიპყრეს ეს ქვეყანა, ძევლად აიყვანეს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა და ამ საკუთარი ქვეყნის ძევლად აყვანილ მოქალაქეებს მოუწყეს ტერორი. აი როგორც ტერორისტები არიან. გინდათ ეხლა რომ მაგალითად, ოღონდ ცალკეულ პირებთან მიმართებაში ხდება და ჯამში ხომ ეს ასე არის. და არაერთხელ მithქვამს, რომ აქ არანაირი არც ეკონომიკა, არც სხვა რაიმე სახის არაფერი ერთმანეთს გავს. მეცაც გეტყვით, დაიწყეს ასე ვთქვათ იმ შედარებით მაღალი შემოსავლიდან და დავიდნენ იქამდე, რომ ჯიხური არ დატოვეს უბანში, ქუჩაზე, სოფელში, ვინმე თქვენ ბიზნეს აწარმოებდით, შეგიძლიათ აი გაიხსენოთ ობიექტურად რომ გაიხსენოთ, ვინც ოდნავ მაინც პულსი ესინჯებოდა და სუნთქავდა და საკუთარ ოჯახს დაახლოებით 3-4 წევრიან ოჯახს, თუნდაც აი თონერო იყო სადღაც და საკუთარი ოჯახის გამოკვებით იყო დაკავებული და მეტი შემოსავალი ფიზიკურად ვერ ექნებოდა. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომ დარჩა რაიმე სახის ისეთი ასე ვთქვათ სფერო ან რომელიმე ისეთი აი ბჟუტავი შუქი ბიზნესში, სადაც არ იყვნენ შეხებილი. ესეთი რამე პრაქტიკულად არ არსებობს. და ეს ყველაფერი გააკეთეს ამ ვერტიკალით. თქვენ ფინანსურ პოლიციაზე საუბრობდით. არაერთი ბიზნესის წარმომადგენელი, ვინც საუბრობდა, ყველა საუბრობს ფინანსური პოლიციაზე. იმ დროინდელზე. ეხლა ფინანსური პოლიციის ისტორიაც საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგოს. როგორ ხდებოდა ეს? სიმპტომური არის, ხო, ამას რო უყურებთ, მაგრამ ბიზნესთან მიმართებაში არც პროკურატურაში ხდებოდა თოფიანი კაცი, არც სხვა ძალოვანი რომელიმე უწყების წარმომადგენელი ხდებოდა და ის ასე ვთქვათ აშინებდა თუ აიძულებდა ფინანსური პოლიცია. ფინანსური პოლიცია ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ ფინანსურ პოლიციასთან მოხდა მისი სპეცდანიშნულების რაზმის ჩამოყალიბება, შეჯავშნული მანქანების აღჭურვა და რომ ნახოთ ისეთი ამუნიციით და ასე ვთქვათ აღჭურვილებით იყვნენ და მე მინდა საზოგადოებას გავახსენო და თქვენც გეტყვით იმას, რომ მაგალითად, როდესაც ბატონი ოქრუაშვილი ის რო იყო ტელევიზია ომეგა ჯგუფში როდესაც შევიდნენ, აი ეს არის სიმპტომი. როდესაც განლაგდნენ ამ პერიმეტრზე აღჭურვილობით და ამ ამუნიციით აღჭურვილები, აქ რაზე არის საუბარი? ბიზნესი რა არის? ბიზნესს აქვს ორი მიმართულება. ყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ანუ დირექტორი, ეს ერთი, მეორე არის ბუღალტერი, ვინც შეიძლება გჭირდებოდეს, და იურისტი. სხვა აქ არავინ არ გჭირდება. და აი ამ რომ კითხვა დაუსვა ბუღალტერი, ანუ ის რომ ანგარიშტორება რაზე არის საუბარი, რომ მოგაწოდოს ინფორმაცია და შემდეგ პასუხისმგებელი პირი, ანუ დირექტორი და იურისტი რომ დოკუმენტში გაგარკვიოს. აი ამ ყველაფერთან მიმართებაში ხდება ამხელა მონსტრის ჩამოყალიბება და ამუნიციით აღჭურვა, შეჯავშნული მანქანა. მე არ გახსენდებათ, აი თქვენ ბიზნესმენი ბრძანდებით. გახსენდებათ ფაქტი, რომელიც ბიზნესმა ისეთი ან როგორი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ბიზნესმა, მაგალითად თქვენმა ბიზნესმა ან სამკერვალო ფაბრიკა იქნება, ან რომელიმე მაგალითად რესტორანი და არაერთი რესტორანი გვახსოვს, სადაც მივიდნენ ეს ბატონები, გასკდნენ ჭამეს, გაატყრენ და შემდეგ უკვე ეს რა კაი შემოსავალია და შემდეგ ტერორში მოაქციეს, ხომ? აი შეგიძლიათ რომ ვინმეს აზრად მოუვიდეს ის, რომ რომელიმე ბიზნესის წარმომადგენელი ბუღალტერი ადგება და ესვრის რამეს, რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ისეთი, რომელიც ასეთი მიდგომით და აი ასეთი სულისკვეთებით რო ყოფილიყვნენ ესენი, დღეს რო თითქოს და ეს ჯიხს იცემენ გულზე, რომ სადღაც ვიღაცას რამეს არ გაატანდნენ, ასეთი მაგრები რო ყოფილიყვნენ, ტერიტორიებს დაიბრუნებდნენ. ჯარს და დანარჩენს ფული წაართვეს და ვისა რა ქვია, მოპარეს და ქონებები შეიძინეს და ომის დროს გამდიდრდნენ.
და ეძებდნენ ზოგი მიწას ეძებდა იაფად ჩავიგდო ხელშიო მოადგილეები იქნებოდა თუ სხვადასხვა თანამდებობის პირები მინისტრი იყო და ისა რა ქვია ბრილიანტებს და 1000 უბედურებას თუ რა ვიცი კიდე ქონებაში და ამ ოქრო ვერცხლის ყიდვაში იყვნენ დაკავებულები და აგერ საწყალ ბიზნესმენებს რომელიც ბიზნესს კეთება თავისთავად საბაზრო ეკონომიკის პირობებში თქვენ იმაზე უნდა იფიქროთ რაღაც ნოუ-ჰაუ როგორ შექმნათ კონკურენცია როგორ გაუწიოთ თუ ამ დროს აქ არის აღჭურვილობა შემდეგ უკვე ესკო კადრები არის რომ ამ შეჯაშნულ მანქანაზე სნაიპერებით დაწყებული ყველაფერი რისთვის ეს რომ დაატეროროს რომ თქვენ გაგიოლდებოდათ ის რომ მაგალითად ის პირი ვინც ბასილაიას ნაირები და სხვები რო გეტყოდნენ დიდი ძალისხმევა არ დასჭირებოდათ იმისა რომ ეხლა შენ წახვალ და 700,000 კი არ გადაიხდი აი ამ ნანგრევ იმაში რა ქვია 5,000 ლარიან ქონებაში არამედ მილიონსაც იმიტომ რომ აი ეს მოვა აი ამ ხელა მონსტრი სახელმწიფოს სახით და გაგანადგურებს რაც გითხრეს თქვენმა მშობლებმა ეს არის მეგობრებო ეს არის სათქმელი და ყველაფერს თავის სახელმდა დავარქვათ ესენი არიან ფარისევლები ჯარს ფული წაართვეს ფინანსური პოლიცია მონსტრად გახადეს და შეჯახშნული მანქანებით ბუღალტერს რა თუნდა ბუღალტერს ისა რა ქვია ნებისმიერი იმ დროს კიდე გეუბნებით იმას რომ ფინანსურ პოლიციაში როდესაც ადვოკატი ვიყავი და შევყვებოდი ადამიანს გარშემო ხალხს უტოვებდა იმას რომ იცოდა რომ ვერ გამოვიდოდა იქიდან და იმ დროს ვინც პატიოსანი ბუღალტერი იყო თუ კომპანიასთან რაიმე სახის ფინანსური ასე ვთქვათ დახმარებას თუ ანალიზს უწევდა ყველას ჰქონდა ან დიაბეტი და ან სხვა გულის დაავადება დამართებული ეს არის სათქმელი და ეს არის სახე მათი და როდესაც იმას იტყვიან რომ ის რაღაცა ვითომ ეროვნულ რამე საქმეს აკეთებდნენ ისეთივე ის არის რა ქვია მათი ეს ეროვნულობა როგორც ვირი და მანიკურები ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოთქმაზე რა მადლობა ბატონო ალუდა ბატონო ვალერი ჩვენ დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ საათი და 40 წუთი გავიდა მეტიც ქალბატონი გიული ავალიშვილი გველოდება ასევე მსხვერპლი იმ რეჟიმის ამიტომ რამდენიმე მოკლე კითხვას დავსვამ და სწრაფად რომ გავიაროთ თქვენ ახსენეთ ნოტარიუსი თამარ ვაშაკიძე რომელიც თუმე სწორად მახსოვს აღარ არის დღეისთვის ნოტარიუსი თუ კვლავ საქმიანობს აღარ არის როდის შეწყვიტა მან საქმიანობა და რატომ ასაკიდან გამომდინარე შეწყვიტა ქალბატონი თამარი უკვე 80 წლის არის დაახლოებით იქნება 7-8 წელი რაც კი ბატონო აი მაშინ თქვენ ახსენეთ მისი ქონების გადაფორმებაც იყო მოთხოვნილი და ეს გაკეთდა არა შესაბამისად გადაფორმდა მხოლოდ ნაწილი ქონების ქონება არ გადაფორმებულა საერთოდ ანუ 12 საათი თქვენ რომ იქ იყავით გარეთ დაგხვდნენ მშობლები დედამ გითხრათ რომ ხიდის ქვეშ ვიცხოვრებ ოღონდაც შენ არ გაწირო საკუთარი თავი აი ამ მოთხოვნილ ქონებაზე მე აღარ გაგიგრძელებიათ აღარ დაგჭირდათ გადაფორმება აღარ მოუთხოვიათ მოითხოვეს მაშინვე აღნიშნე მე როდესაც ვწყვებოდი რომ გადახდის ფორმას მეტყოდნენ დაახლოებით 3-4 დღეში და ეს 3-4 დღის გადახდის ფორმა იყო პირველი SMS შეტყობინება და შემდგომ უკვე ქეშის მოთხოვნა პროკურატურაში შესაბამისად ქონების თემა ასეთი გაგრძელება მოყვა ამ ყველაფერს კი ბატონო რომ დავაზუსტოთ კი ბატონო ესე იგი, რაც შეეხება გაკრულ ფოტოებს. დიახ. რა ტიპის ფოტოები იყო ეს? სად იყო ეს ფოტოები გადაღებული და ვისი ფოტოები იყო კედელზე გაკრული? ეს ფოტოები იყო ჩემი ოჯახის წევრების, დედასი, მამასი, მეუღლე, შვილები, სამი შვილის. დიახ. ჩემი და ჩემი სიძის რასაკის იყვნენ შვილები? შვილები იყვნენ უფროსი იყო 7 წლის, 6 წლის და 2 წლის. შვილები, მეუღლე, დედა, მამა და დის მეუღლე. მესამე რამდენის იყო? 2 წლის. 2 წლის. რა ტიპის ფოტოები იყო ეს? ეს იყო სკოლაში გადაღებული Facebook-ზე განთავსებული ფოტოები, რაც ოჯახის წევრებს ჰქონდა გადაღებული ფოტოები. მათ მიერვე გასაჯაროებული ფოტოები იყო თუ მალულად გადაღებული? ერთადერთი იყო ჩემი და ჩემი მეუღლის ფოტო, მალულად გადაღებული, რომელიც დუბაიში ერთ-ერთი ვიზიტის დროს სასტუმროში იყო გადაღებული.
შეხვედრაზე, იმიტომ რომ ეს ფოტო ვხვდებოდი, რომ ეს ჩვენი გადაღებული არ იყო და არც პირობითაც დუბაიში გადაღებული. კი, დუბაიშიც გითვალთვალებდნენ? კონდათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მაგ ფოტომ დამაეჭვა, დანარჩენი ახლა ზოგი მეუღლე, ზოგი ჩვენ გქონდა Facebook-ზე განთავსებული, სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოები, ის ფოტოები იყო, მაგრამ ის იყო ერთადერთი ფოტო, რომელიც ზუსტად დარწმუნებით შემიძლია თქვა, რომ ეს არ იყო ჩვენი გადაღებული. ეს იყო ფოტოები თუ ფოტოებს წარწერებიც ქონდა, მხოლოდ ფოტოები? არა, ფოტოები იყო, უბრალოდ დიდი ფორმატით იყო დაბეჭდილი დაახლოებით აი ეს თაბახის ფურცლის. რატო გვაქვს გაკრულიო თქვენი ოჯახის ფოტოებიო? მათ ეს არ უთქვათ რატო იყო გაკრული, მაგრამ ეს იყო პირდაპირ ჩვენება იმისი, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ თითოეული ჩემი ოჯახის წევრი, ისინი აკვირდებოდნენ თითოეული ჩემი ოჯახის გადაადგილებას და ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა. მე გავაკეთე ეს. თქვენ გააკეთეთ ეს დასკვნა. ეს ხდებოდა ბექა ბასილაიას სამუშაო ოთახში. მერვე სართულზე პროკურატურა. მერვე სართულზე პროკურატურის შენობის. თქვენ შენობები არ გერევათ. ხომ იუსტიციის სამინისტროს შენობაში ხომ არ იყავით პროკურატურის შენობაში მერვე სართულზე. ეს სართულიც მინდოდა მეკითხა და მადლობა რომ თქვით. კი ბატონო, რაც შეეხება კადრებს, ვინ გაჩვენათ და ვის კომპიუტერზე? ეს იმავე ოთახში ხდება? იმავე ოთახში ხდება. ბექა ბასილაიამ გაჩვენათ კი ბატონო. თავის კომპიუტერზე. კი ბატონო, ეს იყო ადამიანები, რომლებსაც ურტყავდნენ და გამოსცემდნენ ხმებს, რომ დაითხოვდნენ შველას. ციხეში გადაღებული იყო? მანვე და კონკრეტად რომ ეს არის ციხეში გადაღებული კადრები და მსგავს სიტუაციაში ჩავარდები შენც თუ ის არ გაკეთდება, რაც იქნება მითითება და თან აქვე დააყოლა ბექა ბასილაიამ, რომ შენ არა, შენი ოჯახის წევრები, ახლობლები უფრო კარგი იქნება, რომ შენ ამას უყურო მერე და შენ უფრო მარტივად გააკეთებ იმას, რაც გასაკეთებელი იქნება. კი ბატონო, ეს გავიგე. ეხლა რა მაინტერესებს? ამ დროს ზურა ადეიშვილი არის იუსტიციის მინისტრი. მას ვარაუდობ, რომ ექნებოდა პროკურატურის შენობაშიც, ასე ვთქვათ, რაღაცა სივრცე. თუმცა მთავარი პროკურორი ამ დროს ის არ არის, ის ზის მეზობელ შენობაში, მეცხრე სართულზე. თქვენ ხართ პროკურატურაში მერვე სართულზე. როცა თქვენ ამბობთ, რომ ის შემოვიდა, სადაც მე ვიყავი, გულისხმობთ ბექა ბასილაიას კაბინეტს პროკურატურაში მერვე სართულზე. ის რომ შემოვიდა, საიდან იცანით, რომ ზურა ადეიშვილი იყო? ნანახი ყავდათ? მე ნანახი არ მყავდა ზურა ადეიშვილი, მაგრამ ტელევიზორში, ფოტოებში და იმაში ვიცოდი, რომ სახეზე ცნობდი, როგორც მინისტრს. კი. და ბექა ბასილაიამაც მიმართა მაშინ, რომ ბატონო ზურა შემოუძღვა ოთახში? მარტო დაგტოვათ თუ? არა, თვითონაც იქ იყო ეს მე როგორც თქვი 20 წუთის განმავლობაში ის სიჩუმეს მოყვა ზურაბადეიშვილის შემოსვლა შემდგომ ოთახში და მე არ ვიცი ახლა ზურაბადეიშვილის ქონდა იქ კაბინეტი სამუშაო სივრცე. მაგრამ 20 წუთი დასჭირდა მის მოსვლას. წარე 20 წუთი კარგად მახსოვს მე არავინ რო ადამიანი კონტაქტში რო შემოდის კიდე იგებ რა უნდა ქვეცნობიერად ან რაღაცით ხვდები რა სჭირდება, მაგრამ აბსოლუტური სიჩუმე რო არის. თვითონ ოთახში იყო ბექა ბასილაია და სიჩუმე იყო 20 წუთი. კი, გადიოდა, შედიოდა და მე შემოვიდა ადეიშვილთან ერთად. თქვენ ხوار დაკვირვები ხართ, როცა ახსენეთ ადეიშვილის შვილი ტელეფონით დარეკა, გაუგზავნა ვიღაცას. ტელეფონით დარეკა. გავიდა და ისე დარეკა, გამოვდივარ, შიდა ტელეფონით დარეკა. მე როგორც ვატყობ, ეს ჩვენი საუბარი, იქ რაღაც კამერა იდგა და ვიღაც უყურებდა ამას. ეს მინდოდა მეკითხა. ხო, აი მაგას ვფიქრობ, იმიტომ რომ ამ საუბრის შეწყვეტის კონტექსტი ისეთი იყო, რომ ამან დაურეკა, იმან უთხრა სავარაუდოდ რომ გავიგე და მე გავიდა ისა, მე შემოვიდა, მე გავიდა. რომ დარეკა ბასილაიამ შიდა ჩვეულებრივი ტელეფონით. მან დარეკა შიდა და ცალია ესეთი ცალიაო კითხა ვიღაცას და გავიდა მე შემოვიდა. ოღონდ არაფერი არ უთქვავს. მე ისევ გავიდა და მე უკვე რომ შემოვიდა ადეიშვილთან ერთად. 20 წუთი სჭირდება. ნამდვილად იყო ზურა ადეიშვილი და ბასილაიამაც ესეც ბატონი ზურა. კი.
კარგი, რა ერქვა ზურა ადეიშვილის შვილს, რომელიც თქვენი შვილის კლასელი იყო? ნიკოლოზი. ნიკოლოზ ადეიშვილი. რამდენი წლის იყო ამ დროს ნიკოლოზ ადეიშვილი? 7 წლის, მეორე კლასში იყო. მეორე კლასში 7 წლის, 2012 წლის მაისში. მაისში, კი ბატონო. ბატონი ნიკოლოზ ადეიშვილი დღეს უკვე დიდი კაცი იქნება. ბატონი ნიკოლოზ ადეიშვილი, თუ ჩემი შვილის ასაკიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ, უკვე დიდი ბიჭი იქნება, დიდი კაცი იქნება და მე ერთი რამ დავამატებ ქალბატონო თავმჯდომარე თუ შეიძლება. მე ჩემმა შვილმა სკოლაც დაამთავრა. საქართველოში ცხოვრობს და ამაყი ვარ მისით, რომ ვფიქრობ, რომ კარგი შვილები და კარგი შვილი მყავს. და ესე ის რომელ სკოლაში უნდა დადიოდეს და ვიღაც რატო უნდა დადიოდეს იმ სკოლაში ის მშობლები რომლებიც ამას წყვეტდნენ ისინი არ არიან ახლა ისე თამამად როგორც ჩემი შვილი აი ამის თქმა მინდოდა რომ ხო ნუ თამამად კულტურული ნათქვამია ზურა ადეიშვილი და კარგი იქნება ბატონი ნიკოლოზი თუ ამას ისმენს რომ მამამისი 1 ოქტომბერს ჩატარდა თუ არა არჩევნები როგორც უკანასკნელი ლაჩარი გაიქცა ქვეყნიდან, იმიტომ რომ ვერ დაუპირისპირდა ისეთ ადამიანებს, როგორებიც თქვენ ბრძანდებით, მისი პირდაპირი მსხვერპლები. როდესაც დღეს ვალერი შოშიაშვილი აქ მყოფი მოქალაქე ამბობს, რომ მე გავიარე ჯოჯოხეთი და დღესაც ვიბრძვი სიმართლის დასადგენად და ეს კომისია ამაში იმედი მაქვს რაღაც წვრილს შეიტანს. ეს რა თქმა უნდა ყველამ უნდა იცოდეს და მათ შორის იმ შვილებმა თუ შთამომავლობა, იმიტომ რომ ცოდნის უფლება ყველას აქვს და ვალდებულებაც. მე მაინტერესებს შემდეგი. რატომ ახსენეთ თქვენ ადეიშვილის შვილი, იმიტომ რომ უბრალოდ კლასელი იყო, თუ თან მეგობრობდნენ კიდეც თქვენი შვილები? არა, კლასელი მრავალნაირი არსებობს. არა, მეგობრობით არ მეგობრობდნენ. არ მეგობრობდნენ. დანამდვილებით იცით, მაპატიეთ მამებმა ხანდახან არ იციან ყველა თავისი შვილის კლასი. იმდენად კავშირი დარწმუნებული იყავით. ჩემ შვილთან რომ მათ არ ქონდათ მეგობრობა. იცოდით ზუსტად რომ კლასელია? კი. ეგეც და მეორე ნიკოლოზი სააკაშვილიც მათ კლასში იყო. ერთად იყვნენ კლასელები. კი. თქვენ რომ ამდენი უბედურება დაგატყდათ თავს. ხლა მეორე კლასის მოსწავლე არ არის პატარა. მით უმეტეს ახალი თაობა ძალიან განვითარებულია. ალბათ თქვენმა შვილმა იცოდა რომ ოჯახში მძიმე ამბავი ტრიალებს. თუ არ იცოდა უმალავდით. კი, ჩემ შვილს რამოდენიმე სატელევიზიო ეთერშიც მოყოლილი აქვს, რომ 8 წლის ასაკში აივანზე იდგა და ლოცულობდა, რომ ინსულტიანი მამა გადარჩენილი იყო და თვალები გაეხილა. აი ესეთი სამწუხაროდ ესეთი ბავშვობა ვაჩუქე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩემ შვილს. ანუ ის ათვიცნობიერებდა განსაცდელს, რომელშიც თქვენ იმყოფებოდით. კლასში მას ხო არ ქონია სურვილი რომ ან პრეზიდენტის შვილისთვის, მისი კლასელისთვის ეთქვა რაშვებით. კონფლიქტი ხო არ მოყოლია? არა, მსგავსი არაფერი არ ყოფილა გამომდინარე იქიდან რომ ეს ბოლო კომუნიკაცია და მე და ბასილაიას შორის კომუნიკაცია იყო მაისში. შესაბამისად ადეიშვილთანაც კომუნიკაცია მქონდა მაისში. იმ პერიოდში უკვე ბავშვები დათხოვილი იყვნენ, სასწავლო წელი იყო დამთავრებული და სექტემბერში, როდესაც უკვე განახლდა სასწავლო წელი, ვფიქრობ 20 სექტემბერს თუ რაღაც დაიწყო, იმდენად მოკლე პერიოდი იყო, რომ ისინი სკოლაში აღარც მოსულენ. და მე ხელისუფლებაც შეიცვალა. აი ხელისუფლება რო შეიცვალა, სად წავიდა ნიკოლოზ ადეიშვილი? არ ყოფილა, მას მერე სკოლაში არც სააკაშვილის შვილი არ მისულა და 1 ოქტომბრის შემდგომ ის ბავშვები სკოლაში აღარ გამოჩნდნენ მათი შვილები, რაც დასანანია ამ შვილებისთვის. კარგი. ადეიშვილი რომ შემოვიდა, ის აგრესიული იყო თუ მშვიდად გესაუბრებოდათ? აი კახურა, ანუ როგორ მინდა კახურად ნუ იტყვით მაინდა-მაინც. დორბლებს ყრიდა, ჩვეულებრივ, აი ესეთი გაგიჟებული ადამიანი არ მინახავს რა. აი შემოვიდა რაღაცა დასჯის იმით, რომ შენ ახლა ეს ბავშვები რო ახსენე
ამაზე უფრო მეტად დაისჯები და გავიდა ოთახიდან თავის კარების მოჯახუნებით რა. ეხლა მუქარა იყო ეს თუ ის იყო არა თქვენი ნათქვამი რომ შვილი უხსენეთ მან მუქარად ხომ არ აღიქვა რომ არა არ მგონია იმან უფრო აღიქვა იმით რომ მე მას ვრევდი დასახმარებლად ჩემ საშველად აი მასეთი აღქმა ხო აი როგორ გავბედე მასთან გატოლება შეურაცხყოფა არ მოუყენია არა მხოლოდ ეს ამ ფრაზებით მაგრამ საიდან დაასკვენით რომ დორბლებს ყრიდა გაბრაზებული რომ იყო საერთოდ ლოგიკა ანუ მეტყველება ადამიანის და ის აღელვებული აი რაღაც აკოშინებული ადამიანი იყო სხვისი შვილის გაუბედურება შეიძლება თურმე და თავის შვილი არ უნდა ახსენო ეს საინტერესო ეპიზოდია ამ საქმეში რა თქმა უნდა მიშას ყვარლის სახლი ახსენეთ თქვენ სააკაშვილმა ხო არ იცით თქვენ იცნობთ კახეთს როგორც აქაც ჩანს კარგად და საიდან აქვს მას ეს სახლი ყვარელში მე არ ვიცი საიდან აქვს ეს სახლი ყვარელში ნამდვილად და უნდა გქონდეს თუ არა მაგრამ მაგაში დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილის ყვარელში კი არა საერთოდ საქართველოში არ უნდა გქონდეს სახლი და მისი ერთადერთი სახლი უნდა იყოს პენიტენციალური დაწესებულება გამომდინარე იქიდან და მას სახლი არ უნდა გქონდეს. მართლა ქალბატონო თავმჯდომარე ყველაფერი მაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ მე აგერ დღესაც თავაზობ მათი ხელისუფლების ნამოქმედ არის გრემის კულტურის ცენტრი. აგერ რაც არის ნებისმიერ დროს გამოძიება გაგრძელდეს, რაც არის გამოსაძიებელი, უბრალოდ თავაზობ, ხო ის რჩება მოგებაში, ხო? შევცვალოთ ქონება იმ სახს წამოვიღებ მე და ეს გრემის კულტურის თქვენ ხართ კვლავ მესაკუთრე ამ კულტურის სახლის კი ბატონო და ბოლო შეკითხვა მაქვს მგონი ყველა კითხვა დავსვი თქვენ ახსენეთ დასაწყისში დაახლოებით საათნახევარი გავიდა მას მერე სიტყვა ხარკი დიახ აი ეს რო კარგად ახსნათ, რას აღიქვამდით ხარკი რას დაარქვით თქვენ? ხარკი დავარქვი თითოეულ კონტეინერზე გადახდილ თანხას, ეს იყო $1500, რომელიც არანაირი არც ვერც ამის საბუღალტრო გატარება იქნებოდა შესაძლებელი, ეს იყო პირდაპირ ის თანხა, რაც ქეშის სახით მიქონდათ მათ. ყოველთვე რა თანხა იყო ჯამში? დაახლოებით 15000, 16500, აი ესეთი 18000 შეიძლება ეს თანხა ასე ბანკნოტებად მიგქონდათ. ვის აბარებდით? კირკიტაძეს. ირაკლი კირკიტაძეს ფინანსური პოლიციის შენობაში. კი ბატონო. რაში იდო ეს თანხა? კონვერტში. ზედეწერა რამე თუ ასე აძლევთ? არა, არაფერი არ ეწერა. ხელიდან ხელში აძლევთ. მის კაბინეტში. მის კაბინეტში. რამდენი თვე გაგრძელდა ეს? ეს გაგრძელდა თვე არა, წლები გაგრძელდა. ეს გაგრძელდა 2006 წლის დასასრულიდან 2012 წლამდე. მუდმივად ყოველ თვე, მაგრამ როდესაც თქვენ თქვით რომ გადადგა და მე აღარ იყო, ვის აძლევდით ამ თანხას? ირაკლი კირკიტაძე რო გადადგა, გახდა შპს ენკაჰაუსის დირექტორი და უკვე იქ იყო მას აძლევდით. თვითონ იღებდა. მე დირექტორობიდანაც რო წავიდა და თქვენ სუფრა გაშალეთ, მე ვის აძლევდით? შემდგომ იყო 4 თვე და მე არავისთვის არაფერი აღარ მემიცია და მე უკვე იყო ბექა ბასილაიას ეპიზოდები. გასაგებია. კარგი. ბატონო ვალერი, ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით თქვენი ნებართვით, გთხოვთ რომ თქვენი შვილის მედიაშიც საუბრობდა ისო ეს მასალა თქვენ ვერ მოგვაწოდოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ დავმალავ და უკვე ცაიდნოთში ვართ და შეიძლება გაგვიჭირდეს კიდევ დამატებით მასალების მოძიება სწრაფად, რაც თქვენს ხელთ არის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, სხვადასხვა დოკუმენტაცია. გასაგებია რომ პროკურატურაში წარდგენილია, ყველაფერს იქნებ თავი მოუყაროთ, მათ შორის 2012 წლის ოქტომბრიდან თქვენ საჯარო აქტივობებს გრემში იქნება ეს თუ სხვაგან, რაც გაშუქებულა ტელევიზიით, ესეც რომ მოგვაწოდოთ და იქნებ სანამ ჩვენ ვმუშაობთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეახსენოთ თავი და წერილით მიწეროთ და იქნებ დროულად დაიდოს ის დასკვნა სანამ კომისია სამუშაოს დაასრულებს არ იქნებოდა ცუდი.
აი ეს მასალები მოკლედ რომ მოგვაწოდოთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. უმნიშვნელოვანესი საქმე მოვისმინეთ დღეს თქვენი დამსახურებით დღეს. მადლობა იმ ბრძოლისთვის და მოთმინებისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ. და ვწუხარ რომ დღემდე არ არის ეს საქმე დასრულებული.